მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. დიდხნიანი თქვენი თხოვნით შემდეგ GeoTeam-ის სტუმარია საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია. მადლობა გურამ რომ დაგვდახ ინტერვიუზე. ძალიან დიდი ბევრი თხოვნით შემდეგ. დღეს ველოდები რომ იქნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა და საუბარი ჩვენ შორის, როგორც ეს არის ხოლმე ყოველთვის. მეგობრებო, სანამ დავიწყებთ ინტერვიუს, ვთხოვთ რომ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი და მივულოცოთ გურამს 4 გზის სლოვაკეთის ჩემპიონობა, ზეიზედ 4-ჯერ. რთული გზა იყო ეს 4 წელი გადამული ჩემპიონობა? პირველ რიგში, მადლობა ჩამოსვლისთვის. რთული გზა, ვფიქრობ, მენტალურად არის რთული რა, ყოველ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლო, იმიტომ რომ რაც ორი ჩემპიონობის შემდეგ თითქოს мотивациას კარგავ რა, იმიტომ რომ სულ უნდა მოიგო და რაღაცნაირად ანუ мотивация არის ყველაზე რთული, რაც შენ გუნდმა, თვითონ მწვრთნელებმაც, ვარჯიშიც ის ძალიან რთული არის რა. სხვაობა კი არის დიდი ჩვენი გუნდის და სხვა გუნდების, მაგრამ იყო ჩემპიონი ყოველ თამაშისთვის მოემზადო ისე რომ უნდა მოიგო ცუდამინჩი, კაიამინჩი არის თლიანად მენტალიტეტის დამსახურება, რაც ჩვენ გასახდელში ბიჭებს, მწვრთნელებს გვაქვს და აი კლასის ხარჯზე თუ ბრძოლის ხარჯზე ყოველ წელს ვახერხებთ ჩემპიონობას და არის ძალიან რთული საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში თამაში და იყო ჩემპიონი, აი საქართველოშიც ნებისმიერ ქვეყანაში ჩემპიონობა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ არის დამოკიდებული ხარ მენტალობაზე და გამარჯვების მენტალიტეტი თუ არ გაქვს, გამორიცხულია, იმიტომ რომ სადღაც ცოტა რაღაცა დაგეზარება, ცოტა ისევე არ მიუდგები საქმეს, როგორც ჩემპიონს ჭირდება და ძალიან რთული არის და მართლა ანუ მიხარია რომ ესეთ გუნდში გამოვცადე, იმიტომ რომ ბევრი რამე ვისწავლე ამ 4 წელიწადში, როგორ უნდა ივარჯიშო, როგორი მომთხოვნი უნდა იყოს საკუთარი თავიდან გუნდელების მიმართაც, როგორი მომთხოვნი უნდა იყოს, რომ გახდე ჩემპიონი, იმიტომ რომ მართლა ისეთი მომთხოვნი უნდა იყოს რა და შენც უნდა გთხოვდნენ ბევრს. და ეს სხვანაირი მენტალიტეტია, ეს მენტალიტეტი არ მქონდა მე და ეს ამ 4 წელიწადში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ გასახდელში, იმიტომ რომ ამ კლუბს თვითონ მენტალიტეტი აქვს ესეთი, რომ სულ უნდა იყოს შემდეგ პილოტი იყო ხო, როცა ისეთ გუნდში იყო, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხო ეგრეა. ფიქრობ დინამოში ამხელად ზეწოლას იმ პერიოდში მე ვერ გრძნობდი, ვიცოდი რომ ჩემპიონი უნდა ყოფილიყავი და ოცნებობდი რომ ჩემპიონი, იმიტომ რომ ბავშვი ხარ, უფრო მეც ოცნებობ, უფრო რაღაც ისე გინდა რომ მოიგო ტიტული, რაღაცა გონია რომ აი რომ მოიგებ მერე რაღაცა ევროპისკენ კარი გაიხსნებოდა და ანუ ევროტურნირებზე ითამაშები, მაგრამ აქ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი რომ ჩამოვედი და ნახე ბიჭები როგორი მომთხოვნები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. აი გასახდელში რა ხდება, თქვა თუ თამაშს ვერ ვთამაშობ პირველი ტაიმის მერე, როგორი ჩხუბი მიდის, როგორი მოთხოვნა, თქვა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებზეც როგორი ზეწოლა მიდის ჩვენ მხრიდან, მსაჯებზე როგორი ზეწოლა მიდის, აი ისე რომ თქვა, აი აბულინგებ რა გუნდებს რა, ის იმით რომ და ანუ სხვა ვარიანტი არაა, უნდა მოიგო. და ეს არის მენტალიტეტი რა კლუბს რაც აქვს რა და მიხარია რომ ბოლო 4 წლის მანძილზე აი ეს მენტალიტეტი შევიძინე, იმიტომ რომ ხანდახან აი როგორიც ის კაი ტიპი არ უნდა იყოს რა მოედანზე, უნდა იყოს ცოტა ბინძური ტიპი და შეიძლება მსხაც რაღაც ისეთი უთხრა აი ინტიმიდეიტ როგორიც ის არ ვიცი, აი ცოტა უნდა რიდი უნდა ისე უნდა შექმნა თამაშის დროს შენი ის რომ ცოტა რიდი კონდეს შენი რა. მსაჯებზე მოწინააღმდეგე გუნდზე უნდა უთხრა რომ შანსი არ გაქვს დღეს, ხო ხდება? აი რაღაც კუთხური ან რაღაცა ეხლა გავიტანთ და ანუ ახალგაზრდები ითქუნებიან რა, ანუ და ეს არის მაგარი აი ისეთი რაღაცა რაც აქ შევიძინე რა, არასდროს არ ყოფილვარ კუთხურზე მე არ ჩავსულვარ და არ მithქვამს რომ აი დავაი ბიჭებო ეხლა შევაგდებთ. მაგრამ აქ რო შევიძინე ეს აი ხო ნებისმიერ კუთხურზე ან ერთინაირად რაღაცა რო შევაგდებ, აი ყველას უყვირი ვარ რომ აი ხა გოლს გავიტანთ. და მოწინააღმდეგეზე მოქმედებს რა და გავიტანია კიდევაც მიხდი. ბევრი კლაჩ გოლი ქონდა. ხო, ანუ რა როგორ თქვა ხა აბულინგებ თქვა, ხო არ არის, მაგრამ თამაშის დროს, შიგნით თამაშის დროს აი ესეთი რაღაცები შემძინა ამ გუნდმა რა მართლა. გურამ 2024 წელმა ბეილა საფეხბურთო ოცნება აგიხსნა. მათ შორის 37 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი.
რა ემოციები მოგცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშებმა? ჩემპიონთა ლიგა, ჯერ ისეთი განსაკუთრებული გზა გავიარეთ, წარმოიდგინე, თითქმის შეუძლებელი შეძლო სლოვაკეთის გუნდმა 4 ჩემპიონი უნდა გააგდო. 4 ქვეყნის ჩემპიონი არის, არ ვიცი, წარმოუდგენელი თან როგორი გუნდები კი რაღაც პირველ ორ გუნდთან ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან რაღაც უკეთესი გუნდი ვიყავით, შემდეგ იყო თუ არ ვცდები სელია სლოვენიის გუნდი უკვე ახლოს იყო გასული თამაშზე კაცი გაგვიდეს მე-20 წუთზე მთელი თამაში ვიცავდით თავს. შემდეგ იყო კვიპროსის ჩემპიონი, რომელიც უკვე კვიპროსის ჩემპიონატის გუნდთან უკვე თითქოს 50-50-ზე და შევძელით სახლის თამაში კარგად ვითამაშეთ 2-0 მოვიგეთ. შემდეგი დვალი თამაშობდა იმ გუნდში და იქ გასვლაზე რავი ძალიან გაგვიჭირდა თამაში და შემდეგ დანიის ჩემპიონს ხვდებოდით, რომელიც არის ბევრად უკეთესი გუნდი ჩვენს. მაგრამ მონდომებით ეს ბოლო წუთებისთვის ჩვენი თამაშის რო გეყურებინან, როგორ ვიცავდით თავს. იმ 5-10 წუთში მიხვდები, რამდენად გვინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. რავი, კბილებით ვიცავდით, როგორ ვიცავდით, ბურთი მოგვივიდა თუ არა, წინ ურტყავდით აუჩი, რომ ოღონდ ბურთი ჩვენ კართან ახლოს არ ყოფილიყო. ანუ ნახავდი, რამდენად გუნდს უნდოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ანუ მაგ წუთს უყურე, მეტი არაფერს არ უნდა უყურო. მიხვდები, რამდენად სურვილის ეს ძალა რაც გვაქვს, რაც ქონდა ჩვენზე, მიტულანდი იყო ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი, დიდი ბიუჯეტით, უკეთესი სტადიონით, არ ვიცი. ეგონათ ალბათ იოლად გაგვაგდებდნენ, მაგრამ სურვილი რაც ქონდა ჩვენ იყო უზარმაზარი და შემდეგ ეტაპზე რომ გადავედით, რა თქმა უნდა, იქ ხა ესეთ ეტაპზე გადავედით, სადაც თითქმის შანსი არ ქონდა. არაფრის იყო გადავწყვიტეთ, რომ იქნებოდა ეს ჯილდო თავგადასავალი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც, რავი, გამოცდილებად გამოვიყენებდით და ბავშვების ოცნებას ავისრულებდით, მართალი გითხრა, რომ დიდი სიამოვნება არ მიმიღია, ერთადერთი რის სიამოვნებაც მივიღე, ეს იყო გასული თამაშების განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე რო დგახარ. მაგას დიდი, არ ვიცი, სიამოვნება და სულ ეხაც ჟუანტელი რო გივლის, რო დადგები და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი, მთელი ბავშვობა გახსენდება, რა თამაშებსაც ჩვენ ვუყურებდი, ეგ მომენტი იყო ყოველთვის, 8 თამაშივე, რაღაცა გრძნობს ისე სხვანაირად, რომ სასწაული ის არის რა და თვითონ ჩემპიონთა ლიგა ისი არის შეფუთული თამაშის წინ რომ მოდიხარ გასახდელში და საოცარი გარემოა ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ლოგოებით და იმებით რომ განწყობილი ანუ ვისურვებდი რომ ყველამ გამოცადოს ეს იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი დონე იმაში რა ანუ მოედნები გულშემატკივარი მოწყობა დრო რომელ საათზეა თამაში იმ ხელაზე წოლას გრძნობ ოღონდ სასიამოვნო ზეწოლას რა და იმ ხელა რაღაც დიდი ტურნირის მონაწილედ გრძნობ, დიდი რაღაც ამბის მონაწილედ გრძნობ თავს რა. არის საოცარი ანუ მიხარია რომ გამოვცადე რა. იმიტომ რომ ევროპა ანუ ყველა ტურნირი ვითამაშე ევროპა კონფერენციის, რავი, ინტერტოტოს ვითამ მოვასწარი მაგის თამაში კონფერენს ლიგზე ხო ყველაზე მეტი თამაში მაქვს მანდაც და თამაშები. მაგრამ ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება ის ბურთები, ის განწყობა მაღალი კლასის, არ ვიცი. ვერ შეედრება. ხო, ანუ საჯები, არ ვიცი, ყველაფერი ისე არის მოწყობილი, რომ სულ 4-0 წააგო, ნასიამოვნები ხარ თამაშის მერე რა და მინდა რომ რავი, რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა გამოცადოს, მithumetes ჩვენიანება. ხო, კიდეს ვკითხე რომ როგორ შეაფასებთ ჩემპიონთა ლიგას, და იქ კაშოს უნდა კითხო, მე მგონი არ მითამაშია ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთი მეტოქეები მყავდაო და შენ ინტერვიუდან ვიცით რომ ერთ-ერთი დიდი თრეშტოქერი არის ზლატა იმრაიმოვიჩი, ფუძკენდაო თამაშზეო, შენ თქვი და შენ ითამაშე ჰოლანდთან, ითამაშე ამ სეზონში მორატასთან, ითამაშე გრიზმანთან. ამ სეზონ ჩემპიონთა ლიგაზე რომელიმე ფეხბურთელს ხო რა გამოყოფ, ვინც ცოტა ისეთ ბინძური ფორვარდი იყო, ბევრს ლაპარაკობდა, ცდილობდა დაბულინგებას მეტოქის ცოლების. ცდილობ გავიხსენო, მაგრამ ყველა მართლა ისეთი ჰალანდთანაც საინტერესო, მამდეც გითამაშია. დედას ვიცავარ ჰალანდთან არის თამაში, ჩემი შეფასებით რა, ანუ თამაშის დროს ბურთს არ ითხოვს.
ოღონდ როცა პოზიციურ თამაშს თამაშობენ ანუ არ ითხოვს, როდესაც უკვე ბურთი ფლანგზე გადის, მაგ დროს იწყებს ისეთ მოძრაობას უკანაძელზე. ანუ ცენტრალურ მცველი თითქმის ვერ იყვან რა. ანუ იმიტომ იქ ვერ გაყვები, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიცივეს აძლევ. და შემდეგ შემორბის ან რჩება უკან რა. ამიტომ მაგასთან თამაში არის რაღაც ხრივ იოლი, იმიტომ რომ ფიზიკური ორთაბრძოლები თითქმის არ გიწევს, იმიტომ რომ ბურთს არ ითხოვს, ანუ მართლა არ ითხოვს იმ თამაში, რაც მე ვეთამაშე, ერთი თამაში არ. ნორვეგიაში რო თამაშობდა, ცოტა სხვანაირად თამაშობდა. სიტისთან რო ვითამაშეთ, ბურთს შეეხო ალბათ დაახლოებით 15-20 ჯერ. იგივე ხომ სტატისტიკები? ხო, ანუ აი მართლა ვიგზენი რომ ანუ ორთაბრძოლა ფეხბურთელთან არ მიწევდა საერთოდ. მიწევდა ორთაბრძოლა ჭიდაობა მარტო როდესაც ბურთი ფლანგზე გადიოდა ჩასაწოდებლად რა და იმ მომენტში ისე იხსნება რომ ანუ ვერ იყვან რა ან მაშინ თუ იყვან უნდა დაიჭირო მაიკაზე და უეჭველი პენალი არის რა ხო და იმ რო გითხრა რომ მაგასთან ჭირს თამაში არ ამგონია მაგრამ იმიტომ რომ ორთაბრძოლა არ გიწევს მაგრამ ხა ზლატანთან რო ქონდა ხოლმე თამაში აი ძალიან ბევრი ორთაბრძოლა გიწევს იმიტომ რომ სუ ბურთი უნდა ხანდახან ნახევარდაცვაში ჩასვლა უნდა, მაგ დროს როგორ იცი ფიქრობ, აუყვე არ აუყვე, იმიტომ რომ ფიზიკურად მაგასთან ჭიდაობა ძალიან რთულია, თან უკნიდან რო დგახარ, ძალიან რთული არის მისი დაბლოკვა, ანუ ზლატანთან ბევრად რთული იყო თამაში და ჭიდაობა, ვიდრე თქვა ჰალანდთან, მაგრამ ჰალანდი ბევრად ელასტიურია, ფეხს ისე გაწევს, ბევრად ათლეტური არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო მაღლა ხტება ალბათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ნორვეგიასთან მახსოვს, ნორვეგიამ რო გაგვიტანა, აი არ ვიცი რომ გავიხედე ამ თითქმის მუხლები მედო იმაზე რა ქვია, კეფაზე და ხო, ორივე ძალიან მაგარი ფეხბურთელია. გრიზმანს რაც შეეხება, აი გრიზმანი იყო, აი მაესტრო. ხო მან ცოტა მე დაუში შეცდომ, იმიტომ რომ ვერ დავინახე და უნდა დამებლოკა აუცილებლად და რა თქმა უნდა მე ვიდექი და ის მორბოდა და ახტა და გაიტანა, მაგრამ თვითონ თამაშის როგორ გზნობს თამაშს და რა მაგრა იხსნება და როგორ ანუ აი ისი არის მოდუნებული არის რომ ანუ მე ბურთი რომ აქვს თელის ხეულით დაძაბული ვარ და აი ვაიმე ხა რაღაც და აი თვითონ ისეთ ფეხბურთელები გრიზმანი და ისინი თავისუფლად ერთ შეხებას ორ შეხებას ისე თამაში მე ისე იხსნებიან ტოპ კლასი იყო რა მართლა რო ვითამაშე გრძნობ რომ ფეხბურთელს ძალიან დიდი კლასი აქვს რა კეინიც სხვათა შორის ისეთი ფეხბურთელი იყო ვისთანაც აი ორთაბრძოლამ სიამოვნებდა ვინმე გაგაკვირვა ყველა ძალიან ბევრად ჩვენზე ძლიერი გუნდები იყვნენ აი ძალიან რა მაგრამ აი სიტის რო ვეთამაშეთ აი იმიტომ რომ ისეთი სისტემა ქონდათ აი რაღაც ანუ კაცი საყვანა რომ გინდა ანუ ბლოკში რო დგახარ ეს ორი ხაზი რომ მცველიდან ის რომ ანუ კაცი საყვანა რომ გინდა ანუ რთულია რა ისე მოძრაობენ რომ ისე იცვლებიან რომ ისეთი სისტემა აქვს რომ აი ძალიან რთული არის რა კაცთან დარჩი იმიტომ რომ ამ კაცს აყვები ის კაცი ჩამოირბენს ანუ ისე არის რომ ამ ზონას დატოვებ მაშინ იმან იცის რომ ამ ზონას დონა დატოვე ის შემოირბენს და ანუ ისე ჰარმონიულად აკეთებენ ხო ანუ შენ არჩევანი არ გრჩება რომ დარჩე შენ პოზიციაზე და ანუ ისე იციან ყველაფერი რომ გარკვეულ მომენტში იმას რო არა იყვან ის შენ ზურგს უკან შეირბენს და იქ გუნდოგანი გააკეთებს პასს ანუ ეგრეც მოხდა 1-3 ან 4 ჯერ ანუ ეს სისტემას რო ეთამაშები მით უმეტეს ისე სისტემას როგორც არის გვარდიოლა ძალიან რთული არის რა თან მიხედავ იმის სლოვანი რო ხარ და პატარა გუნდი ხარ ასეთ ტურნირზე რა ანუ ბევრი არაფერი მისწავლია, მაგრამ გამოცადე ის რომ არიან ძალიან მაგრები, მაგრამ ეგ მაგას ნაკრებშიც ბევრი გამოცდილება. კაშო, ჩვენ არ გვაპარაკე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინტერვიუის ფორმატში და ევროპის ჩემპიონატზე ზაფხულში მიღებულ სიამოვნებას ცხოვრებისეულ რა მომენტში ადარებ? ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემ კარიერაში. ჩემ კარიერაში ან ბიჭები ძალიან ან რო ბრუნდებით ხოლმე რა, ანუ აი ხო რაღაც ზივართ ხოლმე და ერთი რომელიმე რო გაიხსენებს მაგ დროს რა, გახსოვს რა, მაგრამ მარტო ის არა ფეხბურთი და თამაშები არა. ანუ ის დრო რაც ვატარეთ ჩვენ 40 დღის მანძილზე რა, არის აი ხო. აი ერთი დიდი ბედნიერება, ოღონდ მართლა ის. შეიყვარეთ ერთმანეთი. შევიყვარეთ კი არა, ანუ ისეთი რამე ერთად გამოვცადეთ, რაზეც ვერც ვიოცნებებდით რა. და ანუ ერთად აი ყველაფერი ისე დაემთხვა რომ აი ისიც რომ ლობჟანა მააცილა იმანას გაგვაძლიერა ხო თქვათ აი
კვარამ რო პორტუგალიასთან შეაგდო ხო ვითომ რო რაღაც მანამდე გოლი არ ქონდა გადანილი ანუ აი ყველაფერი ისე დაიმთხო აი თითქოს მართლა აი ვერც ვიოცნებებდით რა და იყო აი სასწაული თავგადასავალი და აი მარტო მაგისთვის ღირდა ფეხბურთის თამაში ოღონდ მართლა რა ანუ აი რაც გამოვცადეთ ის დრო ხო არ დაბრუნდება და ყოველთვის მექნება იმის სურვილი რომ აი ეგ კიდევ ერთხელ რაღაც გამოვცადეთ იმიტომ რომ დილას ვიღვიძებდით თუ არა აი ყველა როგორ ვიყავით იცი ჩვენ შეფი ყავს ძალიან მაგარი ანუ ბრეკვესტია ყველაზე მაგარი რა ყველა ვიღე აი ყველა ღამე საღამოს რომ დავიშლებოდით მოვილაპარაკებით ყველა ერთად ვიკრიბებით 9-ზე დილას ყველა 9-ზე დილას ისე ვიჯექით ხოლმე ერთად აი და რომ დავიწყებდით ანუ ოთახში არ შევსულვართ ოთახში შევდიოდით ოღონდ მართლა ღამე 9-ზე 10-ზე ისიც მეორე თამაშს რო უყურებდით თუ ჩემპიონატი დაწყებული იყო აი სულ ერთად ვიყავით აი სულ ახალგაზრდა მე მოხუცი ყველა ერთად ვიყავით აი როგორ იცი მედია ჯგუფი აქეთ რავი ყველა ერთად ვიყავით სულ ერთად ვიყავით სულ ერთად ხუმრობდით სულ ერთად რავი განვიცდით რაღაცებს სულ ერთად აი სასწაული თავგადასავალი იყო და ნუ ეხლა რავი კიდე იმ გარემოებს რაც შეეხება რაც ჩვენ შევქმენით იქ და რაღაც ნაკვალები დავტოვეთ იყო ერთი დიდი საოცრება და აი ყოველთვის მაგ ხოლმე რაღაც სურვილი რომ ეგ პერიოდი გავიხსენოთ ისე რა რომ ყველამ ერთად გავიხსენოთ იქნება ძალიან მაგარი პროსტა არ გამოვიდა ალბათ რა საბერძნეთთან მოგების შემდეგ გულშემატკივრას მიმართა რომ ყველამ ეცოთ დაუზოგოთ ფული ერთად წავიდეთ გერმანიაშიო და ალბათ ელოდებოდი რომ ჩამოვიდოდა ხალხის რაღაც ნაწილი მაგრამ აი იმას რაც გერმანიაში ვნახეთ გერმანული ქალაქები რო დაიპყრო საქართველოს ელოდი აი ჟუღანტელი მივლის ოღონდ მართლა არა აი ეს ტალღა რომ ნახეთ პირველი თამაშის დროს აი ეს ერთად რომ მოდიოდნენ მთელი ქართული დროშები თურქეთთან იყო მგონი ხო ანუ მაშინ ანუ ჩვენც რა ანუ ჯერ ისეთი დაბნეულები ვიყავით ანუ პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ანუ არიც იქ როგორ ხდება რაღაც ავტობუსში რო ვიჯექით რომ ვიდიოდით ავტობუსში თურქეთის თამაშის დროს როგორ სიჩუმეა იცი ავტობუსში ანუ აი წარი სიჩუმე ანუ და 40 წუთი თუ დაახლოებით 1 საათი გვჭირდებოდა ჩვენი სასტუმროდან ყველა ნერვიულობთ მე როგორ ნერვიულობ ხან პოდკასტს უსმენ ხან მუსიკას უსმენ ის მიკეთია და მე მოვიწერეთ 9 საათში მეთქი აუკითხო მოდი რა ვილაპარაკოთ და ყველამ დავიწყეთ უსებ ლაპარაკი რა აი ხო იცი მამ ნერვიულობ აი ხო განიცდი რა ეხა ამ ხელაზე წოლა არის ხო ამდენი ხალხი ჩამოვიდა ამდენ ანუ თან არ გინდა რომ რაღაც ეს ანდერდოგები ვიყავით ის რა ქვია არაფაორიტები ამ გზით გასულები რა უნდა თამათ და ხო შენ სიამაყე გაქვს რომ აი უნდა წარმოაჩინო რა ეხლა ვერ გახვალ და ვერ უნდა არ უნდა წააგო რა თან არ უნდა წააგო როგორ თან ხო გამოცდილება არ გაქვს არ მაქვს არც მე არც ერთს არ ქონა ანუ არ ვიცოდით რა გველოდა მიხვდი გასახდელში მისვლა იქ ისე პირველი 9 საათი აი ესეთი სიჩუმე იყო დარწმუნებული ვარ აი მე თუ ნერვიულობდი და განვიცდიდი დარწმუნებული ვარ აი ხა ახალგაზრდები და ისინი დაბნეულები ვიყავი და მერე დავიწყეთ ლაპარაკი და აი ყველას რაღაცნაირად გვეცინებოდა მე ხო იცი აი რა მოხდება რა იქნება რაღაცები და მე ნენელა რო შევედით ქალაქში ქართველების რო დავინახეთ რაღაცებით უკვე ისევ გავჩუმდით და ისევ დავიწყეთ მომზადება რა და ხო რაც აი ქართველ გულშემატკივარს შეეხება არის რავი იყო საოცარი გარემო მარტო თამაშების დროს არა ის ანუ როგორ მოვიქეცით როგორ წარმოაჩინეთ ჩვენი ქვეყანა ქალაქშიც ანუ არც ერთი ჩხუბი არ ყოფილა აგრესია არ ყოფილა ჩვენი მხრიდან ხო არავისთან მიუხედავად იმისა რომ იქ რაღაც თურქეთთან რაღაც პატარა დაპირისპირება იყო ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და ეგ იყო ძალიან ისე ბიჭები მათ აღნიშნეთ ბევრჯერ რომ ძალიან მაგარი იყო რომ 7 წნარად ჩვენ ნაკრებს გულშემატკივრობდით და რავი 100%-ით გულშემატკივრობდნენ და ეს იყო სიგიჟე და მარტო ჩვენ მე კი არა ანუ უცხოელებმა ან ჩემ გუნდელებმაც რო ჩამოვიდი რა ფანები ყავთო რა თან ისეთი დროშა გვაქვს რომ სუჩანს თამაშის დროს რა ანუ ჩვენი დროშა სუჩანს ანუ თამაშებზეც რო ვარ ხოლმე ჩვენ დროშას ვინმე თუ გადმოფენს აი ყველა ხედავს და რაღაც ეს წითელი და თეთრი და ჩვენ ისე იყო აი საოცარი იყო რა და კომაგებსაც რავი მათაც ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს, ალბათ მათაც რავი, ოცნება აიხთინეს და დარწმუნებული ვარ, ეხა კიდე როგორ უნდათ ეგეთი გამოცდილების გამოსდა. იცი რა, ბევრჯერ მithქვამს, რომ როცა ვერ გავდიოდით ხოლმე ევროპის ჩემპიონატზე რა თქმა უნდა გვწყინდა, მაგრამ ეხა რომ ნახეთ ეხა უკვე ვეღარ გადავიტანთ მაგას.
აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ ეხლა რო გამოცადე, უფრო მეტად მინდა ისე დაბრუნება, აი რაც გითხარი, ხა ის ბიჭები რომ ერთად ვიყავით 40 დღის მანძილზე, არ ვიცი, ალბათ სულს მივცემდი მართლა, კიდე ერთხელ რო გამოცადო რა, ისეთი ბედნიერი დღეები იყო რა, იმიტომ რომ არ ვიცი. აუცილებლად საქართველოს კიდე ითამაშებს. მაგრამ როდის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უფრო იოლია ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე რა და ეხლა რთული საგვო გასავლელი მსოფლიო ჩემპიონატისკენ და ნახოთ როგორ წავმართავთ ჩვენ თავს. კაშო, კარიერის თითქმის ნახევარი 10 წელი ვლადიმირ ვაისთან ერთად. რას მეტყვი? ბევრი რაღაც გამოცადეთ ერთად. ყველაზე მეტად გამიხარდა წელს ჩემპიონთა ლიგაზე რო გავედით, იმიტომ რომ მასთან ერთად ყველაზე დიდი მარცხი რაც მას ჰქონდა და მე მქონდა ერთად განვიცადეთ. და ყოველთვის ჰქონდა ეს რაღაც გულში ჩარჩენილი რომ აი ბოლო ნაბიჯი ვერ შევძელით. და ეხაც რომ ბოლო მომენტში რომ გასვლაზე ერთიდერთი ვითამაშეთ დანის ჩემპიონთან, მიტულანთან, აქ რო ჩამოვედით, აი ხო ვიცოდი იგივე ფინალი იყო მისთვისაც და ჩემთვისაც რა. ჩემი ოცნება, მისი ოცნებაც თავის ქალაქის გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაყვანა, ისტორიული მომენტი იყო და ისტორიული მიღწევა იქნებოდა მისთვის. და კიდე მე და ეგ რა და ის მაკედონიასთან რო ვერ შევძელით, აი ისე მინდოდა რომ ერთად ეს გამარჯვება, იმიტომ რომ ორივეს მოგვეშვა რომ რაღაც ლუზერები არ ვართ რა. მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გაიმარჯვო იმ 1.90 წუთში, სადაც მთელი ზეწოლა არის და უნდა გაუძლო იმას, მეგონა რომ მე და მაგან ვერ გაუძელით და ეხლა რო გაუძელით რაღაც ორივეს რაღაც სულიერი სპორტული სიმშვიდე გვაქვს რა, რომ აი რაღაცა მარტო ის მე და ეგ არ ყოფილვართ რა. და ისე რა მამა ჩემია რა ჩათვალე ფეხბურთში რომ 10 წელი მასთან ერთად მუშაობ და რავი მართლა ისე ნერვიულობ ხოლმე რაღაც რო წავაგებ თამაშს და რაღაცა აი მისი შვილი ჩვენთან თამაშობს და ხანდახან ის მეუნება ხოლმე რომ შენ უფრო შვილი ხარ ვიდრე მე რა ოღონდ მართლა შენ ამას ვერ გეუნება მე მეუბნება და ეგეთ რაღაცებზე ხომ მე მივეტყვი არ იმსახურებ შენ და მე არ ვიმსახურებ შენ იმსახურებ და იმიტომ გეუნება ანუ მაგარი კაცია და დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ არა იმ მართლა საფეხბურთო აი მამა ჩემი არის ეგ და კახი კაჭარო სეზონის ბოლოს გიმთავრდება კონტრაქტი და როგორც ვიცით, კუცკა მიდის, შეიძლება მისი შვილიც წავიდეს, დაამთავროს კარიერა. ხარ შემოუთავაზებიათ ახალი კონტრაქტი, რა იქნება მომავალში? არა, მართალი გითხრა, ჯერ არ გვისაუბრია, რაღაც სურვილები არის, მაგრამ ჯერ რაღაც კონკრეტულზე არ მილაპარაკია, ივნისამდე მაქვს კონტრაქტი, ივნისამდე აუცილებლად დაველოდები, შემდეგ ნაბიჯებს, ალბათ არ ვიცი მიზეზი რა შეიძლება იყოს რომ არ შემომთავაზონ აქ მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა ალბათ კლუბი ელოდებოდა რომ ჩემპიონები გავხდებოდით იმიტომ რომ ეს კლუბი მთლიანად დამოკიდებული არის შედეგებზე და თუ შედეგი არ დაიდო ეს გარკვეულ ფეხბურთელებს ვერ დაიდოვებენ ამიტომ ჩემპიონი გუშინ გავხდით ალბათ დაიწყებენ მოლაპარაკებას მაგრამ ჩემთან ჯერ არ ქონიათ მოლაპარაკება რამდენიმე სლოვაკმა გულშემატკივრმა მომწერა, რომ ვაის უნდა რომ კაშო კიდე დარჩიასო და კარიერის შემდეგ სამწუხარო შტაბში შეთავაზოს ადგილი. დარწმუნებული ლაპარაკობთ. არის ეგ. ანუ გილაპარაკიათ ხო რაღაცა. ფიქრობ მინდა კარიერის შემდეგ აუცილებლად მწვრთნელობა ვცადო და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა, სადაც კლუბში რომელშიც პატივს გცემენ, ვისთანაც ერთად 10 წელი იმუშავე, შეიძლება იყოს ძალიან საუკეთესო რაღაც გამოცდილება, ვთქვათ, ერთწლიანი, არ მგონია დიდი ხანი დავრჩე ასისტენტად და ვფიქრობ, ხო, მინდა რომ მთავარი მწვრთნელი ვიყო რა და რა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელობას ბევრი გამოცდილება ჭირდება, მაგრამ ვფიქრობ პირველი 2 წელი მინდა ერთი რა გარკვეული პერიოდი ვიყო ისეთ შტაბში სადაც გამოცდილი მწვრთნელი არის მეორე წელი შემდეგ ვინმესთან ასისტენტი სხვათა შორის მე და კვეკვეს გვინდა ძალიან და გეგმაც გვაქვს ერთად მუშაობა გვინდა მე და კვეკვეს მომავალში იმიტომ რომ ორივეს რაღაც სამწვრთნელო კურსებს ვეძებთ ხოლმე სასწავლებლად
რაღაც ვიდეოებს უგზავნით, რაღაც ტაქტიკებზე ვლაპარაკობ, სისტემებზე კვეკვეს. ინტელექტი ყველამ ვიცით, ძალიან ხო, ვინ იქნება მთავარი და ვინ დამხმარე, მაგაზე კიდევ სალაპარაკოა, იმიტომ რომ გარკვეულწილად ერთნაირი ხედვა გვაქვს, მაგრამ კვეკვეს ინტელექტი რა თქმა უნდა, ჩემთვის რავი, საჭირო იქნება. და ძალიან სასიამოვნო იქნება თუ მე და კვეკვე შევძლებთ და ერთად ვიმუშავებთ, ეს იქნება რაღაც ერთ-ერთი ჩემი ოცნება და კიდე ლორიზე ვლაპარაკობ. ლორი უნდა დაიმსახუროს. ლორის მეკარეებს შევაბარებთ ალბათ რა. არ იქნება წინააღმდეგი. არა, წინააღმდეგი უნდა, მაგრამ ჯერ ვფიქრობთ, ლორიზე ვფიქრობთ და მე და კვეკვე ვართ. ჯაბა რო არ დარჩა წინა სეზონის შემდეგ. შენთვის რამდენად მოულოდნელი იყო და თვითონ ვაისისთვისაც ხო, არ ვიცი, მე აქ არ ვიყავ ჯაბამ რომ გადაწყვიტა. წასვლა გუნდიდან. იგივე აი სამწუხაროდ ამ კლუბში ისე ხდება რომ ძალიან დიდი ხანი ელოდებიან იმას რომ რაღაცა შემოგთავაზონ, იმიტომ რომ 4 წელი აქ ვარ და ყოველ წელს რაღაც 1 წლიან კონტრაქტს თავაზობენ, რაც გასაგებია, როდესაც 30 წელს გადაცდები. კლუბი აღარ გაძლევს რა, არც ერთი კლუბი თითქმის არ მოგცემს რაღაც 2 და 3 წლიან კონტრაქტს, იმიტომ რომ თუ ასაკში მყოფ ფეხბურთელს რაღაც მუხზე დაგემართა რაღაც, თითქმის შენი კარიერა დასრულებულია და უაზროდ ფულის დახარჯვა, მაგრამ სლოვენში სამწუხაროდ ძალიან დიდხანს ელოდებიან რა. და ჯაბა აღარ დაელოდა და დიდ თავისი გადაწყვეტა რომ წასულიყო და ყველამ პატივისცა მის გადაწყვეტილებას. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წარმოდგენია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან რომ ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ადგილებში თქვენთვის და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები. მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. აშო, ყოველთვის რაღაც ჭორები რო ჩდება და ხალხი როგორც ლაპარაკობს, მინდა რომ თუ ყოველთვის გავარკვევ ხოლმე ფეხბურთელთან. ხაც აი ჭორები არის ხოლმე რომ თქოს ჯაბას და გურამს ხაც ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ აქვს, ხაც მინდოდა რომ მეკითხა შენთვის ამ პერიოდს ველოდებოდი. სისულე. მე და ჯაბაში არაფერ რა სისულელი. არა, მე და ჯაბა ვიყავით, რავი, რამდენი წელია, ერთმანეთს 15 წელი ხო, ნაკრებში ვიყავით და 3 წელი ერთად ვცხოვრობ. რა სისულელია, რა სიძახი რომ ჩემ გამოწავი და თუ ჩემთან არა. რა სისო ჯაბა ერთ-ერთი, რავი, ყველაზე მაგარი დრო რაც ჩვენ გვიტარებდი არის აქ ბოლო 3 წელი ერთად ვცხოვრობდით. არა, რა სისულელია. ნიერი. ეგეც ჭორება მე არ გამიგია. არ მე მაინც ხონდა ვიკითხა და მაგითაც. არა. რავი, ჯაბასაც კითხა, სისულელია. აშო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა ერთა ლიგაზე. როგორ ფიქრობ? ისე რომ ვეღარ გაგრძელდა როგორც დაუწყეთ. აი იმ კარგმა სტარტმა ხო არ გაგვიწია დათული სამსხური 2 თამაში 2 მოგება ჩეხეთი, ალბანეთი, რატო ვეღარ გაგრძელდა ისე როგორ ფიქრობ? ერთა ლიგა ეხლა რაც. ერთა ლიგა რაც თვითონ. მართალი გითხრა, არ ვიცით. აი ესეთი მაგარი სტარტის მერე, ანუ რატო დაგვემართა ესე ცუდად რატო წავი აი უკრაინაში თამაში რაც შეეხება ხო ცუდ პირობებში მოგვიწია თამაში და ცოტა აი მანდ რაღაც მოხდა ისეთი რომ თითქოს აი ავიჭერით რაღაცნაირად რა იმიტომ რომ დიდი ხანი არ ქონდა წაგებული უცებ თამაში წავაგეთ ეს ნეგატივი წამოვიდა და დავიბენით ცოტა რა აი ესე კონკრეტულად რაღაცის ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ დავმარცხდით რა. ალბანეთთან სახში თამაშს რაც შეეხება, თითქოს კარგად დავიწყეთ. რაც რეალური მომენტი გქონდა, ვერ გავიტანეთ და მე უკვე გადავედით იმაში, რა ქვია. ცდილობდით რომ რაღაცა უცებ გაგვეტანა და აი და აღარ გამოგვდიოდა თამაში რა. და რა კონჩეტევას დაგვახვედრეს გოლიდან მე დაიცვეს კარგად თავი. და შემდეგი თამაშები იყო ჩეხეთი გასვლით და უკრაინასთან სახში ჩეხეთთან გასვლა. უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ სახში. ვფიქრობ კარგად ცუდი სტარტი იყო თამაშის, მახსოვს უცებ გოლი გაუშვით კონჩეტევით, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგეიერებინა იქ შეტევა, არ იყო ეხლა რომ ისეთი რთული, უბრალოდ არ უნდა უშვებდეთ ეგეთ გოლს, იმიტომ რომ ეგ არის რაღაც იაფასიანი გოლია. ჩვენ კუთხურს აწვდი და უცებ 15 წამში შენ გოლს გიტანენ, ეგ უკვე ორგანიზაციის ბრალი არის და შეგვეშალა.
შემდეგ თრიანად თამაში კარგად ვითამაშეთ. მომენტებით შევქმნით, კარგად ვიბრძოლეთ, ტაქტიკურადაც კარგად ვითამაშეთ. მაგ თამაშზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ნეგატიურს, იმიტომ რომ კაი თამაში იყო, კარგად ვითამაშეთ და შემდეგ იყო ფინალი ჩეხეთთან რა, რომელშიც ძალიან ცუდად ვითამაშეთ. პირველი ნახევარი განსაკუთრებით, აი ჩაძინებულები გავედით რა. ჩეხეთმა არ გვეპატია, იმიტომ რომ ორი რაღაც არაფრისგან ცველის ამორტყმული ერთ-ერთზე ჯარიმაც ისეთი გაუშვით, რომელიც უნდა მოგვიგერიებინა, თქვათ, გამოუცდელობლის გამო იქ უნდა დაგვეყენებინა ფეხბურთელი, რომელიც დაფარავდა, ხო, აი ელემენტარული ისენი, სადაც აი მაგ თამაში ცოტა ჩაგვეძინა და ნანობდი ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ბევრად უკეთ შეგვეძლო მაგ თამაშის თამაში და უფრო უნდა გაგვეთვალსაზრისებინა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის რა. ისე დაждდა, რომ უცებ მესამე ადგილზე გავედით. ისეთი სტარტით, რომელზეც არავინ არ იფიქრებდა, რომ პირველი ორი თამაშის მერე ვინმეს რო ეკითხა პირველი ადგილისთვის იბძვით, გიჟი ხო არ ხარ, ხო ეთქო, ანუ ხო რა. მე ისე დალაგდა ყველაფერი, რომ დავამთავრეთ მესამე ადგილზე, უნდა გვეთამაშა რაღაცა პლეი-ოფი გადასვლაზე, სადაც მართლა ჩვენი ადგილი იქ არ არის. დღეს ისეთი გუნდია, ცელიგაში არ უნდა იყო. სექტემბერში იწყება ახალი შესარჩევი. ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი სამივე ნაკრებთან ათამაშები გაქვს. იცი რას წარმოადგენენ. რას უნდა ელოდოს გულში მატკივარი აი იმ თამაშებში? პირველი თამაში თურქეთთან გვაქვს. აი მაგ თამაშს მერე რავი უნდა ხო ახლიდან დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეგ თამაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჯგუფში. სახში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ არის ფიქრობ ბულგარეთთან უნდა მოვახერხოთ მაქსიმუმი ქულების აღება და თურქეთთან იქნება აი რავი ძალიან დიდი ბრძოლები რა და აუცილებელია რა თქმა უნდა სტარტი არის ძალიან აუცილებელი, მით უმეტეს საითამაშები შენ პირად ისეთ კონკურენტს, რომელიც შეიძლება მეორე ადგილისთვის იბრძოლა. ესპანეთის ნაკრებსაც შეეხება ორგანიგენი ხო, არ მერვე თვეთამაშები უკვე ალბათ ახლობით მე რაც ნაკრებში ვარ და ერთხელ მქონდა რაღაც დადებითი შედეგი რა და ძალიან რთული ნაკრები არის სათამაშოდ არის ერთადერთ ნაკრებს ვისაც არ ვისურვებდი იყო ჩვენ ჯგუფში რომ მოხვედრი იყო ესპანეთის ნაკრები და მაინც ესპანეთის ნაკრები მოხვდა. ძალიან რთული იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს სენსაცია, მაგრამ იქნება ძალიან რთული. თურქეთთან განსაკუთრებით ელოდება გულშემატკივარი ჩვენ თამაშს, იმიტომ რომ ის პატივცემულობა რაც იმათმა გულშემატკივრებმა გამოიჩინეს, თქვენც რაღაც განსაკუთრებულად ხვალ უდგებით მაგ კუთხით. რაღაცა ევანშის კარგი შანსია. რა თქმა უნდა, მეზობლებს რო ეთამაშები ყოველთვის რაღაცა სომხეთსაც რო ეთამაშებოდით იყოს აი რაღაც ისეთი სხვანაირი დამოკიდებულება გაქვს ფეხბურთელს მეზობლებს რო ეთამაშებთ, რომ ახლოს ხართ სულ რაღაცას კილით რაღაც ისეთი ის არის, რა თქმა უნდა, სხვა განწყობა იქნება, მაგრამ ის რომ რაღაც განსაკუთრებულად როგორ უნდა ვითამაშო, ნაკრებში რო თამაშობ, ყოველთვის მაქსიმუმს ცდილობ რომ ითამაშო, ხო? და განსაკუთრებული თამაში იმიტომ იქნება, რომ პირად კონკურენტს ეთამაშები შენ და ზეწოლა იქნება ძალიან დიდი რა. მაგრამ ისე რომ გავიდე და ეხლა მე ჩარტყმა მინდოდეს ვინმე თურქზე ფეხბურთელზე, ნახდათ არ მექნება იქ სურვილი, პირიქით ჩემ თუ ფეხბურთელი ვინც ითამაში, თავიდან პერფორმანსზე მაქსიმალურად უნდა ვითამაშოთ ისე რომ დადებით შედეგი ქონდეს, იმიტომ რომ ეგ თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტავს რა, ამიტომ ზეწოლა იქნება, რა თქმა უნდა ეს მეზობლური დაპირისპირება აუცილებლად იქნება, იმედია რომ რაღაც დაპირისპირებები უაზრო ვის რაღაც ჩხუბები მოედანზე არ იქნება, იმიტომ რომ არ არის ლამაზი და არ არის სწორი, რა თქმა უნდა. იმედია რომ არ იქნება ეგეთი დაპირისპირებები, იმიტომ რომ არ არის საჭირო ფეხბურთში ეგეთი აგრესია რა მართლა. გადავრჩით თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა აი შემდეგი ერთ ლიგა რო იქნება, იქ პირველ საშინაო თამაშს უმოყოლოდ ჩავატარებთ იმ ინციდენტის გამო, რაც სომხეთთან თამაშის შემდეგ მოხდა, მაგ ალყაში ერთ-ერთი იყავ, ვინც მოექცა, მე რო გარდვიხარ ის კადრი. რამე ხო არ გვაქვს სათქმელი, აი მაგ ინციდენტთან დაკავშირებით? არა, სამწუხარო არის, ახლა სამწუხაროა, იმიტომ რომ არ უნდა ხდებოდეს. ახლა მესმის, როდესაც საბერძნეთის ნაკრების რომ მოუგეთ, მე აბსოლუტურად მესმის გულშემატკივარის და ეგრეც უნდა ყოფილიყო და იყო ულამაზესი კადრი, მაგრამ როდესაც ნაკრები თამაშობს თითქმის ამხანაგურ თამაშს,
ანუ არ არის საჭირო. აი მართლაც ანუ ის არ გვსიამოვნებს. აი თამაშის დროს ფეხბურთელებს ვიღაც ბავშვიც რო შემორბის აი ეს და რო უხარია და ან ვიღაცასთან რომ მიდის და ეხუთ ანუ ფეხბურთელებს არ გვსიამოვნებს. ანუ არ არის კაი საქცია, ან თამაშს აჩერებს. ყველაფერს რასაც თამაში აჩერებს, არ არის კაი. და არ უნდა ხდე, ანუ ჩემი აზრით მე ვერ ხვდე, მე ანუ რასაკეთებ მაგით, რომ მოედანზე შემოდე, ანუ ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის მერე თქვენთან გულშემატკივართან მადლობის გადახდა გვინდა, ხო? მაგის ირღვევა, ხო? ანუ ჯერო შემოვარდნე სურათებს არ ანუ ვერ გადავიღე, ფიზიკურად ვერავი ყველასთან ვერ გადავიღე, უნდა შევირბინოთ გასახდელში. ხო და ვფიქრობ, აი ესეთი რამე რატომ უნდა უნდოდეს. ბავშვებს არ ვიცი, მესმის როგორ თქვა, მაგრამ არ შეიძლება რა. მაშინ უფრო მეტი დაცვა უნდა იყოს, უფრო მეტი რაღაცა ის დაალაგებენ იმს, რომ ბავშვი ვერ არ შემოვიდნენ, არ შეიძლება ეგეთი რაღაც რა. და მით უმეტეს არ შეიძლება იმასაც უნდა ცე პატივი, რომ შემდეგ თამაში შენ ვერ მოხვალ თამაში და ვერ დაესწრები, ხო? რის გამო, რომ მე გადმოხდი მოედანზე, არ ვიცი რის გამო, რა სურათი რო გადაიღო, თუ ანუ რის არ ვიცი, ანუ ხელს უშლის ეს ფეხბურთს და არ არის სწორი საქციელი. და მართალი გითხრა, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და გაკვირვებული რა. სომხეთთან თამაში 2 მატჩში 9-1, იმ სომხეთთან რომელსაც წინა საკვალიფიკაციოებზე რამდენიმე მეტოქი გაამწარა. 9-1 წარმოიდგინე. ვერა, იმიტომ რომ ჩემი გუნდელი ბარსეგიანი აი ისე ვკამათობდით ერთმანეთთან, რომ მეგონა რომ ძალიან ახლოს იქნებოდა დაპირისპირება, იმიტომ რომ მაგარი გუნდი ვარ, მე ვბრუნდები. აი მე სასოთავ მეთქი. ჩემი ბიჭებით რომ გამოვა მეთქი. შენ არ თამაშობ, ყარა არ თამაშობს პირველ თაიმს სახში შანსი გვაქვს. ეს სომეხი გულშემატკივარი იყო, იგივე ნახი გააკ. რომელი ის მამარდაშვილი მამარდაშვილი ეს რა იგი ნახიო კი ბუყოჩა უყურებთ ხოლმე ვიდეოებს კი და ბარსეგიანი ვიღაც იყო ხო არ ვიცი ხო გასვლაზეც მაგრამ მოუგეთ და სახში ხო საერთოდ ისე დავიწყეთ მთელი თამაში ხო მე ბარსეგიანს ვესაუბრებოდი რაღაცებს, მაგრამ არ ვიტყვი. ხო, მაგრამ არ ვიცი, კაი პერფორმანსი იყო მართლა. თან ახალი სისტემაც გამოვცადეთ, იყო ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა ამ სისტემას. ბევრი არა, მაგრამ ძალიან რაც დრო ჰქონდა დაუთმეთ ამ ტაქტიკაზე მუშაობთ ვარჯიშზე რა და ვარჯიშობდი ძალიან ბევრს ამ ახალი ტაქტიკა, იმიტომ რომ ცვლით და ბევრი რამე იცვლება ამის ბურთის ამოტანა, კონჩეტევაზე გადასვლა. ხო და ბევრი მუშავეთ. მოკლედ და ეს იყო საუკეთესო რაღაც კაი ვარჯიში იყო ჩვენთვის და კაი ტესტი იყო ამ სომხეთის ნაკრებთან ამ ახალი სისტემა. ახალი სისტემის არა ძველი თვანა 4-3-3 თამაში. სეზონის ბოლოა ბევრი თამაში ითამაშე. ბევრი მაღალი დონის თამაში, ფიზიკურად თავს როგორ გძნობ? ძალიან მაგრა. ძალიან მაგრა, იმიტომ რომ ძალიან თავს უფრთხილდები, სწორი კვებით, ბევრი ვარჯიშით, სწორი ძილით. დღეს რო გძნობ თავს, აი 10 წლის წინ ესე ვერ გძნობდი თავს. და ფიქრობ, ხო, აი ეს რომ მოვიშორე, აი სოციალური ქსელი და ის რომ მოვიშორე, მენტალურად უფრო უკეთეს ადგილას ვარ რა და უფრო მეტ დროს უთმობ ფეხბურთს რა. და უფრო მეტ დროს უთმობ საკუთარ თავს და საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და სხვათა შორის ვურჩევდი ბევრს რომ ეს რაღაც სოციალურ ქსელში ნაკლები დრო გაატაროს, შენ ვიცი რომ ვერ შეძლებ, მაგრამ ფეხბურთელები ხო ფეხბურთელებისთვის შხამი არის მართლა რა და მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბევრი რამე ხდება ისეთი, სადაც ბევრი ნეგატივი არის და მე აი ძალიან მენტალურად ისე დამშვიდი და ჩემი საქმესზე მაქვს მთლიანად აი კონცენტრაცია გადატანილი რა და სურვილიც არ მაქვს რომ მქონდეს რა რამე სოციალური ქსელი. ანუ ის გულშემატკივრები ვინც წერენ ხოლმე კაშოს თხოვ ინსტაგრამზე დაბრუნება უშანსოთ. გამორიცხო. სანამ ფეხბურთს თამაშობ, აუცილებლად არ მექნება. ფეხბურთის შემდეგ ძაღლის ყიდვას ვაპირებ და მე და ძაღლს ვაუეჭველი გვექნება რა და ამიტომ ხო არ ვაპირებ მართლა, იმიტომ რომ ხელს მიშლის. ანუ ჩემი მენტალური ანუ
ზეგავლენას ახდენს რა ფეხბურთელზე რა. ძალიან დიდს, იმიტომ რომ ჩემი საქმეა ფეხბურთი ვითამაშო და იმის მერე რაც მე ვთქვათ Instagram-ი და Facebook-ი აღარ მაქვს. ჩაკეტილი სივრცეში ვარ. მე რისკეთებაც მიყვარს, იმას ვაკეთებ 100%-ით და არანაირი რაღაც ეს გარე სამყაროდან არ შემოდის ეს აზრები, ეს რაღაც კომენტარები, ეს ცუდი რაღაც ნეგატივი, ისე საერთოდ იზოლირებული ვარ და რაღაცა ბერჯერ მომხვდა და აღარ მინდა რა. მაგ გარემო ისევ გამორიცხული. კარგად გრძნობ ესე თავს. ივნისში 2 ამხანაგური თამაში გვაქვს ფარერების კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან და როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით ვილი აპირებს ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილისთვის დასვენების დროის მიცემას, იმიტომ რომ ბევრს ძალიან გრძელი სეზონი ჰქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახოს საქმეში. შენ შემთხვევაში როგორ იქნება, კაპიტანი ხარ, იქნებ თუ არა გუნდთან ერთად, გადაწყვეტილია როგორ არის ეგ? არ არის ჯერ გადაწყვეტილი, არ ვიცი. შენ უკეთესი ინფორმაცია გაქვს მე მგონი და მეტი იცი, ჯერჯერობით არ ვიცი. არ ვიცი, დავილოდოთ სიას. მეც ისე დაურჩები, რომ ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით არ ვიცი რა შემადგენლობა იქნება, სანაკრებო სია იქნება და ალბათ იქ გავიგებთ ყველა. შენი რეჟიმი მთელი ცხოვრება სუპერ პროფესიონალურია, ვარჯიში იქნება კვება თუ ძილი თუ ნებისმიერი რამ რაც სპორტს ეხება. ბოლო პერიოდში ვარჯიშსადმი, თამაშსადმი ზადების სტილი ხო არ შეცვალე, უგულისხმობს რომ ასაკიროც აიმატებს, რაღაცები იცვლება. თან ვიცი რომ ცდები გიყვარს. კი, ძალიან რამე მეთოდი თუ არსებობს, ალბათ ყველაფერი გამოცდილი, მაგრამ ჭამხოცი და ნახშირ წყალი აჭამო. ბევრ რამე ცუდად იმოქმედა და მიხარია რომ გამოცადე ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ჩემი ორგანიზმს რა ჭირდება, თქვათ, ჭირდება უფრო მეტი ნახშირ წყალი, თამაშის დღეს, უფრო ნაკლები პროტეინი, რაღაც მუცელს, აი, ფეხბურთელების პირველი ის არის, რომ თამაშის დღეს აი ყოველთვის მუცელი გაწუხებს რა. იმიტომ რომ ხო, და ეგეთი რაღაც რო თამაშობ, ბევრ თამაშს სწავლობ რა. აბა მოდი ამას შევჭამ დღეს. მოდი ამას შევჭამ, ამდენს მივიღებ, ამას მივიღებ. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის რაც ყველაზე დიდი ბენეფიტი მომცა არის უფრო მეტმა ძილმა. ანუ ძილი არის აი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის რა. ანუ რაც უფრო მეტი გზინავს უკეთესი, ანუ ვისაც იმის საშუალება აქვს, რომ ოღონდ დროს აქვს მნიშვნელობა. ყოველ დღე ვცდილობ რომ ერთი და იგივე, აი 10-ის ნახევარზე უკვე ვწევა რა და ხანდახან ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ვერ უყურებ ხოლმე. აი ხა კვარა რო თამაშობ და კვარას გამო აბა რას ვიზავდი ხო, მაგრამ აი ისეთ თამაშები რო ევროპის ლიგის თამაშები რო არის ხოლმე, პირველი ტაიმის მერე ვიძინებ ხოლმე. კაშო, შენ ბევრჯერ ახსენე რომ ზოგადად ჩვენი ნაკრები ძალიან ახალგაზრდული გახდა, მაგრამ შენ ბევრჯერ თქვი რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ძალიან გამოცდილები არიან უკვე. თუმცა ხართ ფეხბურთელები, როგორც ის სამეული, ის თქვი კაშო, კვეკოე, ლორი, აი ამ ეს ფეხბურთელები შენ გადმოსხენაც რომ ილაპარაკო ფეხბურთელის სტატუსის გარდა როგორ უყურებთ თქვენ როლს ნაკრებში? ერთი და ანუ აი არ ჭირდებათ ამათ რაღაც ჭუის დარიგება და რაღაცის რჩევებს ხანდახან რაღაც მხრივ რა ვიცი დღეს ქვილთან დამირეკა, აბა ეს დავლიო თუ არა ხო ან ეს ვარჯიში მინდა, ანუ რჩევით მე ხანდახან ყველა მეკითხება დიდის პატარას, მაგრამ ჩვენი თაობა ანუ ეს ახალგაზრდები ვინც არაფერი არ ჭირდებათ, არ რჩევის მიცემა, ანუ ისე ჩამოყალიბებული ტიპები არიან, რომ საერთოდ არ ჭირდება. სულ ერთად ვართ, სულ ერთად ხუმრობთ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ცალკე არიან ხოლმე, ჩვენ ასაკში ყოფები რაღაც უფრო ცალკე ვართ ხოლმე, მაგრამ აი ამ ფეხბურთელებს არც мотиваცია ჭირდებათ, არც ჭუის დარიგება ჭირდებათ, არც იმის რაღაცა მაგალითის მიცემა ჭირდებათ, რომ აი ესე უნდა იყოს, შენ ქვეყანა ესე უნდა, ანუ არ ჭირდებათ არაფერი, მართლა არ ჭირდებათ. ოცნებდი ესეთ ნაკრებზე? ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ფეხბურთელები, ანუ მე ვარ იხბლიანი, რომ ამ თაობაში მოვყევი, რომ აი ამ თაობის ნაწილი გავხდი. ანუ ბევრს გამიმართლა, იმიტომ რომ უცებ ესი ამდენი world class როგორ მსოფლიო დონის ფეხბურთელთან ერთად მოვხდი, როდესაც ვიყავი ისეთ ნაკრებში, სადაც
რაღაცა გაჭირვებით 6-7 კაცი თუ თამაშობდით სისტემატიურად რა. და რა თქმა უნდა მე გამიმართლა რომ ესეთ ფეხბურთელებთან თამაშობ რა და ძალიან მიამაყება ამ ბიჭების და ყოველ შაბათ-კვირას ველოდები ხოლმე რაღაც თამაშებს რომ ხან ვის თამაშს უყურებ საფრანგეთის თამაში საფრანგეთის ჩემპიონატზე არასდროს არ მიყურებ. PSG ისეთი გუნდი არის რომ რავი მაგათი ყურება არის ერთი დიდი სიამოვნება. მარტო კვარას გამო არა თვითონ ისეთ ფეხბურთს თამაშობენ არის სასწაული გუნდი არის რა და ეხლა დავიწყე საფრანგეთის ზურიკოს სახლის თამაშებს რო უყურებ ხოლმე რა ფანები ყავთ საერთოდ ისტერიკა ხო იმას უყურებდი ეხლა ლიონი ბოლო თამაში რავი ის ტრიბუნა რო ჩამოცვივდება ხოლმე ანუ შევიგზენი რა ჩემპიონატი ანუ რამდენად უყვართ საფრანგეთის ფეხბურთი ან არასდროს არ ვიყავი ისე განწყობილი საფრანგეთის ჩემპიონატის მხრივ რომ მე პრემიერ ლიგა მიყვარს რა და შაბათი-კვირა არის ჩემთვის პრემიერ ლიგა და ეხლა საფრანგეთის ჩემპიონატია რა თითქმის რომ აუცილებლად ვამოწევ რომელზეა ეს თამაში მექნება თუ არა საშუალება რომ უყურო რა იმიტომ დამაწყებინე საფრანგეთის ჩემპიონატის ყურება ამ სამმა კაცმა მარტის სანაკრებო თამაშებში პირველ თამაში არ იყავი და საქართველოს ნაკრების კაპიტანად ხარ კიდე ეშულა. მე ეს რაც მეკითხო, შენ როცა წახვალ? შენი რამდენიმე ადამიანს დაასახელო, შენი არა, რამდენიმე ადამიანს დაასახელო, ვიში ხედავ კაპიტნის მატერიალს. ეს იქიდან რომ შენ გასახელს უყურებ შეკრებაზე როგორ არიან, ვარჯიშზე როგორ არიან, შენ ჩვენზე მეტი იცი და გულშემატკივრებსაც საინტერესო იქნება, ვიში ხედავ იმთვისებას, რომელიც შეიძლება კაპიტანს ჭირდებოდეს, რომელ ფეხბურთელებში. ეგ არის აბსოლუტურად იქნება მწვრთნელზე და ალბათ რავი ვინც იქ ფედერაციაზე ვინცაც გადაწყვიტავენ ვინ იქნება მე არ ვიცი სიტყვა ანუ ისეთ ფეხბურთელები არიან რომელსაც აქვთ ლიდერული თვისებები და კიტი არის ერთ-ერთი კიტი არის მართლა არც გამკვირვებია რომ კიტე ითქვა იმიტომ რომ კიტე არის ჯერ ერთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის საკვანძო ფეხბურთელი არის ძირითადი ფეხბურთელია აი კიტეს გარეშე ნაკრები ვიცით როგორ თამაშობთ ხოლმე არის სტაბილური შეუულია მენეჯმენტი აქვს კაი ანუ ცოტა მორიდებული არის ჩემთან ანუ აი როჟერო შეადარო ანუ მე უფრო ის ვარ ხმამაღალი ტიპი ვარ რა ანუ არა საჯებთან კიტეც აგრესიულია ანუ გასახდელში რა აი რაღაცას ვიტყვი რაღაცას და კიტე უფრო არა აი კვეკვე არის იმიტომ რომ კვეკვეც რაღაცებს იძახის ხოლმე კიტე არა შეიძლება მე და კვეკვე რო არ ვიყოთ კიტემაც რაღაცები თქვას მაგრამ ეგეც არ არის მნიშვნელოვანი კაპიტნისთვის არ უნდა ილაპარაკო კაცს ჯაბა არ ლაპარაკობდა ბევრს ხო არ არის მნიშვნელოვანი ვიღაც უნდა იყოს ვინც ლაპარაკოს რა თქმა უნდა მაგრამ კიტეს ვხედავ ისე როგორც აი კაპიტნად ხედავი, იმიტომ რომ აქ ლიდერული თვისებები არის. ვფიქრობ კიდევ ვინ შეიძლება გამოცდილი ფეხბურთელები ალბათ უფრო ანუ კვარაზე ვიტყოდი, იმიტომ ვიტყოდი კვარაზე, რომ აქ ანუ აი სახელს თავი უნდა დავანებოთ, აი სახელის გამო და კვარაცხელიას აი კვარას შეიძლება რატო არ თქვა იცი, იმიტომ რომ კვარა არის, იმიტომ რომ არის აი შემტევი ფეხბურთელი ხო ხდები სუ კაპიტანი არის ხოლმე ან ცველი ან მეკარე ან საყრდენი ნახევარი ცველი. ხო, შეს ბოლოს თქვა ვილიმ რომ ახალი წესის გამო მეკარის კაპიტანს არ უნდა ხო, ან მეც არ მომწონს მეკარის არ ვიცი რატო, მაგრამ მეც არ აი მწვრთნელი რო იყო მეკარე ხო, ყვარას იმიტომ ვიტყოდი რომ ანუ ლიდერია გასახდელში რა. ანუ სიტყვას იძახის თამაშის წინაც ბევრჯერ ყოფილა რომ კაშო მე ვიტყვი დღეს სათქმელი მაქვს რაღაც და აი გავჩუმებულო რა კვარა მიდი ანუ ჯერ მიდგომა როგორი აქვს კვარას ქვეყნის მიმართ როგორ უყვარს ანუ არ გამოვრიცხავდი მასაც არ ვიცი კიდე აი ვინ შეიძლება არ ვიცი ძალიან ახალგაზრდები ვართ უკვე რა და ასე კომანდ ფეხბურთელს ვეღარ პოულობ რა ცოტა გამოცდილი ფეხბურთელიც უნდა ავტორიტეტიც უნდა კონდეს ცოტა მსაჯებიც უნდა გიცნობდნენ მათთან ლაპარაკის უნარი უნდა კონდეს იმიტომ რომ თამაშის დროს მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში კაპიტნის როლი მნიშვნელოვანია აი რაღაც მოლაპარაკებებზე რა შუა თამაშის დროს რა
იმიტომ რომ მარტო შენ გელაპარაკებიან. ეგ წესი კიდევ გააკრიტიკა. შენ რა სიტყვი? ფიქრობ კი, მე ამ გუნდში არ ვარ კაპიტანი, მაგრამ აი რაღაცა ხანდახან გინდა რომ შენ აუხსნა და არ გამოგდის რა. გადი აქედან მე კაპიტანს ველაპარაკები რა და გადი აქედან აი ხო ანუ ცოტა ფიქრობ რომ აროგანტ როგორ არის რაღაც თავმაღლა ხო აი ეგით ხო აი ეგ ანუ ისე გონია რომ მოგექცნენ რა მიხვდი და ხო ანუ ემოციური სპორტი არის მე ვერ დავმალავ ემოციებს საჯის მიმართ რა ხანდახან ზედმეტი მომდის ხოლმე მაგრამ ესია ეს ფეხბურთი მოწყობილი რა და ეხლა რაღაცნაირად ვცდილობენ რომ ეს ემოციები გაკონტროლებინონ რა და მიმიღია ყვითელი ბარათი იმის გამო და უფრონერები გეშლება რა დარწმუნებული ვარ შენ როგორც ქართული გულშემატკივრების თითქოს 100% უბედნიერესია როცა უყურებს ჩაკვე როგორ დაბრუნდა იმ ლეველებზე იმ სისტრაფეებზე იმ ფიზიკურ მდგომარეობაში დაბრუნდა არც იყო ეგეთი ძლიერი და მე რო ჩაკვესთან ინტერვიუ მქონდა თქვა რომ ვაის მამასავით მეკცეოდა ჯაბამ კაშომ ძალიან დიდი როლი ითამაშეს რომ მე დაუბრუნებულიყავი სლოვანში დაუბრუნდა სხვა შორის იზღიმილიანი სახე როცა ფეხბურთის სიამოვნებას იღებდა ყოველდღიური პროცესის მაყურებელი იყავი და რასაკეთებდა იმისთვის რომ დაბრუნებულიყო ჩაკვე და ჩაკვეს როლზე რა შეგიძლია თქვა ჩვენ ჩაკვე მეგონა ზარმაცი ფეხბურთელი ანუ ტალანტი და ზარმაცი მეგონა რა აქ რო ჩამოვიდა ანუ სულ არ ყოფილა ზარმაცი ესე ანუ ადრე მოდიოდა გვიან მიდიოდა სულ სახში ზის ხო ან მართლა რა ისვენებს და სულ რაღაც საკვებზე ფიქრობს სულ რაღაც დანამაძე ფიქრობს სულ რაღაცებს გეკითხება ანუ ჩემი დახმარება და ჯაბას დახმარება იყო ეგ რომ რაღაცი რჩევების მიცემა თორე ის რომ ჩაკვე შენ უნდა შეხვიდე და აქ რაღაცა ეს გააკეთო და საერთოდ არ დაჭირვებია და ეხა ჩვენი დამსახურება მან ხო ჩემი დამსახურება და ჯაბას დამსახურება მან რა არის არ ვიცი მაგრამ ტიპი რო ჩამოვიდა თვითონ იყო მოწესრიგებული პროფესიონალი და რაღაცებს შეემატა აქიდან იმიტომ რომ კითხვებს სვავდა რომ აი ეს რომ მივიღო ეს აი წონაში მოვიმატეთ ეხა დავიკელი ეხა წონაზე აქ ისა რაღაცები იმიტომ რომ ძალიან გამხდარია ეხაც რო უყურებ ხოლმე ისეთი გამხდარი არის მაგრა დგას ფეხი ხო მაგრა დგას მაგრამ ალბათ აქ რაც შეემატა იყო თვითწმენა რა იმიტომ რომ ჩემპიონ გუნდში გადმოვიდა მაგრა ითამაშა გულშემატკივარს ძალიან უყვარდა აქა და ალბათ იქ ჩაკვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ალბათ აფასებდნენ ხალხი იმიტომ რომ თავდაჯერებას აძლევს და აქ თავდაჯერება იპოვა მე კონფერენც ლიგაზეც ისე ითამაშა თამაშები რავი თავდაჯერება დაუბრუნდა რა თორე რავი ახ ჩვენ დახმარება აქ რა იყო ის იყო რომ აქ საშუალება მიეცა რომ თავი გამოეჩინა და თვითონ შეძლო ეს არავის თავის საკუთარი თავის დამსახურება არის და არის პროფესიონალი. ცალკე მინდა გითხო ხუჩა კვარცხლეს PSG-ში ტრანსფერზე. შენი აზრით, ჯერ ეს ვკითხო, PSG-ში ტრანსფერმა რამიცა კვარას? ფიქრობ, გადავიდა ისეთ კლუბში, სადაც უფრო მეტი გასახანი ექნება რა, ისე რომ ვთქვათ, ფიქრობდი, ყოველთვის სურვილი მქონდა, რომ პრემიერ ლიგაში გადასულიყო. და რაღაც პოდკასტს უსმენდი, ფერდინანდის პოდკასტს უსმენდი რა. იმ თამაშების მერე, რაც კვარამ ითამაშა PSG-ში უკვე რა. და ეს ფერდინანდი იძახდა, რომ რა დიდი შეცდომა დაუშვა ტოპ 5-ელმა ინგლისის პრემიერ ლიგის, რომ კვარაცხელი არ დაიმატა სულ რაღაც 80 მილიონს. სულ რაღაც ხო, აი, სულ რაღაც 80 მილიონს, რომ ესეთი ფეხბურთელიო ფერდინანდი იძახდა რა, რომელიცო ხალხი მიდის საყურებლათო, სანახავათო, ეგეთი ფეხბურთელები არიან ძალიან ანუ რამოდენიმე თუ არისო რა, ვისაც თო აი ბილეთს ყიდულობენ, რომ წავიდნენ და უყურონო რა, ანუ სტრიტ, ანუ ქუჩის ფეხბურთელი არისო რა, ანუ ხო, აი ქუჩაში რომ აი ეგეთი ფეხბურთელიაო და ანუ very rare, ანუ ძალიან იშვიათი არისო ეგეთი ფეხბურთელებიო რა და აი მეორე სტუმარი ვინც ყავდა ის იძახდა ანუ რომელ გუნდში ვერ მოხდებოდა ძირითადში
ტოპ 5-ში რა. და ვერც ერთზე ვერ თქვეს. არც ლივერპული იყო, იუნაიტედი იყო, არ ვიცი კიდე ტოპ 5-ში იყო, აღარ არის ხო, ლივერპული, ჩელსი, სიტი, ანუ ხო, ანუ რო ვიფიქროთ ხო? ანუ იოლად იქნებოდა ძირითადი ფეხბურთელი რა და სულ მე მქონდა სურვილი რომ პრემიერ ლიგაში, იმიტომ რომ პრემიერ ლიგის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ერთი დიდი კიდე კაი ფეხბურთელი შეემატებოდა იმას პრემიერ ლიგას. ამარ დამედის იქით ვერ მაგაზეც ვილაპარაკეთ. კი, მაგაზეც ვილაპარაკოთ. ხო და მაგრამ PSG-ში ყვარას გადასვლა თამაშებს რო უყურე. ნუ ჩემპიონატში, შიდა ჩემპიონატში რო უყურებდი, ყვარა იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ქმნიდა ყველაფერს. მაგრამ მე რო ლივერპულთან ყვარას თამაშს უყურე, ეგ იყო ვაფშე სხვა ფეხბურთელი. ანუ ტიპი როგორ იცავდა თავს, ანუ ან ისეთი ვინგერები, აი არ ჩადიან უკან როგორ იცი მარცხენა მცველის დასახმარებლად რა. და ეთქობა ენრიკეს სურს ალბათ რომ ვინგერმა დაბლს ეძახიან რა, ანუ მოწინააღმდეგე გუნდის ვინგერი ორი ფეხბურთელით დაიცვა. ერთი და ორი. აი ეს დიდი ვარსკვლავები ანუ არ იცავენ თავს რა. აი თქვათ რონალდო დაბლს არ იზავს ვიღაც კაი ფეხბურთელი იყო. აი ყვარასი რომ ნახე სალას რას უშვებოდა. ინგლისში. საკასთანაც მაგრამ იყო. ხო, ინგლისში რო თამაშობდნენ, რომ აი ნუ იმ მარცხენა მცველს ისე ეხმარებოდა, რომ როგორ აიცი, ერთი აი თქვათ სალახს ხო შემოტანა უნდა და ეს რომ ერთი ფეხბურთელი ესე დაუდგება რომ არ შემოიტანოს, მეორე მარცხენა მცველი იცავ, რომ კრაიზი არ ხო, კრაიზერ ვარ წაიღოს, ფლანგზე ვარ წაიღოს რა. და იმდენჯერ დაიცვა ყვარამთავ, ანუ ეგეთი ყვარა არ მინახავს დაცვაში. და ეგეც უკვე რამხელა შენაძენია ყვარასთვის, რომ თავს ესე იცავს და იცავს გუნდისთვის. ფიზიკაც სასწავლო დონეზე აიყო. და ხო, ანუ ამას აკეთებდა სპრინტში რა. და სპრინტი არის ფეხბურთელისთვის, ანუ სულ ინახავ თავს, რომ აი ყველაზე ისეთ მომენტში იხმარო ეს სპრინტი, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, იხარჯები რა, თამაშის ბოლოს. ხო, თამაშის ბოლოს შენ აი თქვათ შენი მაქსიმალური სისწრაფე თუ არის 35, 70-დან 90 წუთამდე მან გამორიცხული, ანუ ფიზიკურად ისე დაღლილი ხარ, შენ 35 ვეღარ გაიქცე. გაიქცევი 33-ით, 31-ით, 22-ით, იმიტომ რომ ის ბევრს ჟანშორს წაგვიყვას მაგ ვაგიხსნა. მაგრამ ვეღარ გარბი ხარ, ან დაღლილი ხარ რა ფიზიკურად. ხო და ყვარა ისე იცავდა თავს და ისეთი ამაყი ვიყავი და ისეთი გაკვირვებული ვიყავი, რომ ყვარა ესე აორმაგებდა და თავის მცველს ეხმარებოდა სალას დაცვაში და საკას დაცვაში. და მე ის ართმევდა და ბურთს მოქონდა. საერთოდ სხვა ფეხბურთელი გახდა ჩემთვის. ანუ ეგ აკლდა რა, ჩემი აზრით, ბურთი იმდენად უნდა და სულ და ბურთით იმდენად ბევრს აკეთებდა, რომ იღლებოდა და ეხა იმ ხელად ბევრად უკეთესი ბალანსი აქვს, რომ იღებს ბურთს, ექშენი აქვს, ან პასს აკეთებს, ან არტყავს და ბრუნდება თავის პოზიციაზე. და ეხმარება მცველს, ანუ აი ძალიან დიდი შენაძენი არის და აი ენრიკეს უეჭველი სისტემის ან დამსახურება, იმიტომ რომ ესე ყვარა უკან არ ჩარბოდა და არ ეხმარებოდა მცველს და ჩემთვის იყო ყველაზე დიდი გასაკვირი რამ, რაც ის კი არა რომ გოლი გაიტანა და ანუ ეგ იყო ის რომ ყვარა საკას რას უშვებოდა დაცვით მხარეში რა. ეგ ერთ-ერთი აი ძალიან დიდი პლუსი არის. ავტომატიზმის დონემდე აქვს. არ ვიცი, ისე ჩარბობს. ხო, ფეხბურთელებისაც მაგათ წვრთნელი ეძახის, რომ არ დაგაუწყოს და ეხმარო ამას აღარ ჭირდება უკვე. ეხლა როგორ აი ყვარას ეთყობა, რომ ძალიან შეერია, რომ მოიგოს ჩემპიონთალი. ტიპი არის რა 23 წლისა, ხო? 24-ის. 24-ის და წარმოიდგინე. იტალიის სერიაში ქონდა რა ჩემპიონი ხო, რუკი სეზონი ქონდა, ხო? ანუ აი ის მოყვარო, ანუ რუკი სეზონს რო ეძახიან, საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გასახდელში ვეკამათებოდი ჩემგუნდელებს და ტიპი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ანუ აი პირველი ქართული ფეხბურთელის ტოპ 5 ლიგა მოიგო ორჯერ. და იმედია სხვა ლიგებსაც მოიგებს. და პრემიერ ლიგაში იქნება ერთხელ სადმე და პრემიერ ლიგასაც მოიგებს და რავი ისე მინდა რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, რავი, აი. იქნება საოცარი მისთვის 24 წლის ასაკში ხონდეს ორი ძალიან დიდი ტიტული, სერია-ას და საფრანგეთის ჩემპიონი იყო და შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეგ იქნება რა. აი ქართული ადამიანისთვის იქნება ეგ, აი არ ვიცი, აი მე რო ჩემპიონთა ლიგაზე გავედი, სლოვანით აი იქნება მაგისტრის ალბათ. სად ხედავ ყვარას განვითარების მიღწევების აი იმას მაქსიმუმ ჭერს. რა იქნება?
გასახდელს ვკამათობდით. ჩემ გუნდებთან მეთქი საუკეთესო ვინგერია მეთქი რა. და მეთქი დამისახელეთ ვინ არის მაგაზე მაგარი მეთქი. ნუ რაღაცებს ვკამათობთ ხოლმე სულ გასახდელში. ესენიც მე მაგიჟებენ, იმიტომ რომ ქართველი რო არის და იციან რომ კამათი მიყვარს და რაღაც. აი ადრიან იმას რა ქვია ვინი ჯუნიორს და იმას და ლამი მალს ხო და ანუ მაგ ლიგაშია რა. ეგ ლიგა არის, აი ძალიან ახლოს არის ისინიც ძალიან მაგრები არიან რა. ეგენი არიან საუკეთესო ფეხბურთელები და აი იმედია რომ ერთ დღეს იქნება ყველაზე მაგარი. აი 10 წლის წინ 15 წლის წინ როცა იყო შენ რო თვითონ რო თქვი რომ 7-8 კაცი იკრებოდა ვისაც გუნდში თამაშ პრაქტიკა ჰქონდა. აი მაშინ რო ეთქვათ რომ ქართველი 10 წელში უბრალოდ ოქროს ბურთის მოგებისთვის რა რეაქცია გიქნებოდა? გამეცინებოდა ალბათ იმიტომ რომ რას წარმოვიდგენდი. მე მეგონა მაგ პერიოდში რომ უკან მივდიოდით რა. ოღონდ მართლა რა. მაგ პერიოდში მეგონა რომ უფრო ნაკლები ტალანტი იყო, უფრო იკეტებოდა კარები ფეხბურთელებისთვის, იმიტომ რომ მე რომ მივედი ნაკრებში იყვნენ, რავი, კობი, კალაძე, იაშკა, რავი, ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბუნდესლიგას, ჩემპიონთა ლიგას თამაშობდნენ და მე შუაში ისე დაემთხვა, ხო, რომ მე რავი, ისეთი ფეხბურთელები ვიყავით, სადაც აი საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობდით რა, ჰოლანდიის ჩემპიონატში ვიყავი. ითვლებოდა ყველაზე კარგი. ხო, თითქმის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაში თამაშობდი მე, ხო, თითქმის ორჯერ გავხდი საუკეთესო ფეხბურთელი ქვეყნის, იმიტომ რომ სხვა არავინ არ იყო და. ეხლა ისეთი ხალხი. ისე ხო, ათეულში წაღარვა, რავი, ხო, ანუ ეხლა ბევრი ისეთი უცებ მამარდას პროგრესი ხო სასწაული არის ხა იმიტომ რომ ცოტა ჭრდილში არის მამარდა ყვარას გამო ხო მაგრამ აი მამარდას პროგრესი არის შენ წარმოიდგენდი რომ ლივერპულის მეკარე შეიძლება ყოფილიყო ქართველი აი ხო ეგ არის საოცრება რაღაც რა ჯერ მეკარე არ ვიცი როდის ყოფილიყო მეკარე ლორია მომკლავს არა, ხო, ის ჩვენ საუბრობთ აი ხო, ხო ის სხვათა შორის ლორიაზე იყო ჩელსი და მართალი არის და იმიტომ რომ მე პირადად მქონდა მატიჩთან ლაპარაკი ეძებდნენ ლორიას ნომერს, ტელეფონის ნომერს. ოღონდ მართლა მატიჩმა და ის რა ქვია. დამირეკა მე, იმიტომ რომ მატიჩთან გუნდელები ვიყავით და ლორის ეძებდნენ. ოღონდ მართლა სამთარი იყო რა. შეშინებულმა დაურეკე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა ეგ ტრანსფერი, იმიტომ რომ ნაღდი იყო რა, ნაღდი მოურინი იყო მაშინ თქვენი და ნაღდად ჭირდებოდათ მეკარე, თავისუფალი აგენტი და რაღაცა. სამწუხაროდ აი ეს მაშინ რეიტინგი არ ქონდა სათამაშებისა და ის სამწუხაროდ მართლა ლორის შეიძლება რომ ჩელსიში ყოფილიყო. ლორი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ის ფეხბურთელი ვისი საკულტო კარიერაც არის იმაზე ბევრად ცუდი და რეალ ფეხბურთელი არის. არ გამომართლა, მაგრამ ლორი არის ტოპ პროფესიონალი. თავის ხედვა აქვს, თავის ისა მართლა. ლორი არის, აი რა, მაგის ტანი რო ნახო, არის აი ესე საოცარი პროფესიონალი არის და ერთ-ერთი დაუფასებელი არის მართლა რა და მასთან ერთად ვარ 15 წლისები ვიყავით, ერთად რო ვიყავით და როგორც ჩემთვის ისე იყო მისთვის ფეხბურთი ყველაფერი რა. და აი იმიტომ არის რომ 38 წლის არის და ისევ რავი აი რაღაც კვიპროს ჩემპიონატის მიმოხილვებს უყურებთ ხოლმე და ანუ ტიპი ხირსეულად თამაშობს რა. ანუ კიდე ელასტიური არის, კიდე ისეთი არის რომ აი გამხდარი აი ფორმაში და რაღაც ფშიერია ისევ რომ ისე უნდა რომ კაი სეივი გააკეთოს. შეიძლება ჩვენი კანადელიო ცოტა ისე იყო. რო შეადარო რა ფიზიკა მაგათი. არა ფიზიკა, აი რავი, ალბათ სამწუხაროდ კონტრაქტი არ აქვს, შემოთავაზება არ აქვს, თორე ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში აი ჩვენ გუნდშიც რო იყოს, აუცილებლად იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მეკარე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა მიცა PSG-მ კვარას. ხა ესე ვიკითხავ რა მიცა და რას აძლევს 24 წლის კვარა ქართულ ფეხბურთს. კვარამ რავი, აი გამოაღვიძა ყველაფერი. აი ბავშვებს სიარული უნდათ ფეხბურთზე კვარას გამო. ფეხბურთი უყვარს კვარას გამო. აი იგი იყო ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი რავი, ჩემთვის იყო ოცნება, რომ ჩემ გამო ვინმე გამოსულიყო ფეხბურთელი, ერთი ადამიანი მაინც. და მაგის გამო პატარა იმდენ ბავშვს უნდა რომ კვარაცხელია იყოს, აი
აი ეს შეცვალა. მეტი ამაზე დიდ ზევით, ამაზე მეც ფეხბურთს ვერ მისცემ, რომ აი კვარას გამო ფეხბურთი ბავშვს უნდა ფეხბურთელო. ეზოში აღარაცვიათ რონალდოს და მის კვარა, მამარდა, კოჩო. აი რავი, მაგაზე მაგარი მიღწევა ადამიანს არ ამგონია ქონდეს, რომ შენ გამო რაღაც სპორტის დაწყება სურვილი აქვს. აი მაგაზე მაგარი არაფერი არა, ის რომ ხალხი მოდის და სტადიონები ივსება, ეგ არ არის. მაგიც კაია, მაგრამ აი იმ ბავშვებს რომ ფეხბურთის თამაში უნდათ კვარას გამო, ეგ არის მთავარი მიღწევა კვარასთვის და კვარა უნდა იყოს მაგისთვის ძალიან ამაყი რომ აი ფეხბურთელებს ზიანი და ძალიან მაგარი არის და კვარამ კიდე თავის ტკივილი ჩვენი რომ იქ ხალხი დგას ხოლმე იმდენი და რადგან წუხდებით ხოლმე რომ აი კვარას გარეშე არ იქნებოდა მან ხალხი და ჩვენ წუხდებით ხოლმე. მარტის შეკრების ერთ-ერთი მთავარი გამონათება და კარგი პოზიტივი იყო ეროვნულ ნაკრებში, ესე ვთქვათ, სრულფასოვნად საბა გოგლიჩიძის გამოჩენა. შენ თქვი სომხეთის თამაშიდან რომ საბა მცველი, რომელიც არ რიდება არაფერს მოედანზე. კიდევ უფრო საინტერესოა როგორც კაპიტნის, როგორც ცენტრალური მცველის. როგორი თამაშები ნაკრებში თამაშები? აი ტიპი რომ მაგარი გამოცდილი ფეხბურთელი რო თამაშობს, ხო? ერთი 50 თამაში რო ნათამაში. იქ რას ხუთრობი თავზე რო გადაუგდო. არა, ეგ გამოუვიდა, მაგრამ შენ არ იცი, შენ ვერ შეატყობდი, იმიტომ რომ როგორ იცავდა თავს სომხეთში. ანუ ბაღალი ბურთი რომ მოდის, არ ხტებოდა რა. ხო, იმაშებოდა. ეგ როგორი შენაძენი არის ეგ მცველისთვის, რომ მეც ძალიან დიდი ხანი ვსწავლობდი რა, მეც არ ხვდები. ვაწვევი, მაგრამ მაგის მომენტუმი უნდა კონდეს გათვლილი ერთი, ის უნდა გაწიო, მე თავი უნდა გამოწიო და არ დღანა. იმდენჯერ ერთხელ ჯარიმაც მისცეს და ანუ ტიპი ის თამაშობდა რომ ეგეთი რაღაც ეგ ბინძური რაღაცეები სწავლა, ანუ გამოცდილებით მოდის მარტო რა, ანუ არ შეიძლება რომ ამ YouTube-ზე ჩართო და ეგ ამოგივარდეს და მოდი ამას ვწდი. ანუ ეჭველი იტალიაშიც ალბათ იმდენი მათ ხო დაცვითი ფეხბურთი იქამდე ამიყვანილი რომ ბევრ რამეს სწავლობს და თამაშობს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელისავით რომ მეგონა რომ ალბათ 1-50 თამაში ნაკრებში ნათამაშები ქონდა ისე ითამაშა რა საერთოდ არ ნერვიულობდა საერთოდ არ განიცდიდა და მის მონაცემებზე რაც ვთქვით რომ არის სწრაფი და სწრაფი ცენტრალური მცველები არის აი როგორი მოსაზებნი არის აი ძალიან იშვიათია რა და მას აქვს ისწრაფე რა და ჭკვიანიცაა სხვათა შორის აქ საფეხბურთო IQ აქვს რა და აი ეს ხო რიდიც არ აქვს ანუ ეს მართალი ვიყავ ახლოს ვარ თქო მასთან არ ვარ ერთმანეთს ხანდახან ისე ვარ თქომე რომ ანუ არ გვიწევს ლაპარაკი შეკრებაზე არ მოგვიწია უბრალოდ იმიტომ რომ პირველად იყო ეხლა სულში მაგრამ არ არის საერთოდ მორიდებული რაღაცა უცებ შემოვიდა ურთიერთობაში ბიჭებთან რომ თითქოს ის იქაც დიდი ხანი არის და ან ძალიან მაგარი მონაცემები აქვს და ეხო პლუსია ანუ აი დაცვაშიც შეგვემატა ერთი კაი როგორც ვიცი თითქოს ბალანსი არ ქონდა შემოგვემატნენ ეს წინა ხაზის ფეხბურთელები ხო და დაცვაში დავრჩით ისე მე და ბიჭები და აი ეხლა ხო რაღაცა კონკურენციას უფრო მაღლა აწევს რა ანუ იმიტომ რომ რა თქმა უნდა კონკურენციისთვის არის კაი იმიტომ რომ ლაშუკასაც უნდა თამაში, მეც მინდა თამაში, ლოჩოსაც უნდა თამაში, ყველას მინდა თამაში და რა თქმა უნდა, კონკურენციისთვისაც ძალიან მაგარი არის რა, იმიტომ რომ ვარჯიშებზეც უფრო მეტად უნდა დაიხარჯო, იმიტომ რომ ანახო რომ აი მე ვარ ფორმაში იმ მომენტში რა და ერთი კაი, კიდევ ერთი კაი თავის ტკივილი შემატა სანიელს რა. აშო როგორც ვისაუბრეთ კვარაზე, PSG ტრანსფერზე, ასე უდიდეს ტრანსფერია ქართული ფეხბურთისთვის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში. ბევრი ლაპარაკობს უცხოური მედიაში წერება სტატიები, რომ ალისონი არ მიდის და მამარდა ამბობს, რომ მე მივდივარ ლივერპულში, არ მაინტერესებს ალისონი წავა თუ არა, მე მივდივარ იქ, რომ უბრძოლ პირველობისთვის. შენ ადამიანი, რომელიც იცნობ მამარდას მენტალიტეტს, ლოკომოტივის მოგვიწევთ ერთად ყოფნამდე ნაკრებშიც, არის ამის გამკეთებელი რომ წავიდეს და იქ ალისონთანაც პირველი იყოს. ჩემი აზრით არასწორი მიდგომა არის ის რომ აი მე წავალ და ვიბძვი პირველობისთვის არ ვიცი რამდენად სწორი არის ანუ იმიტომ რომ ლივერპული არის ძალიან დიდი გუნდი და
ლივერპულს არ გადაუხდია ხო, ეხლა და არ დაუმატებია მამარდაშვილი, იმიტომ რომ ცვლილებაზე ყავდეს, ეგ 100%-ია ხო? 40 მილიონი გადაიხო. ხო, ეგ მამარდა არის მომავალი ლივერპულის და აუცილებლად მიეცება მას შანსი. და ვიცი რომ აუცილებლად გამოიყენებს, მაგრამ ესე უცებ რომ რაღაცა აგრესიულად არა მე აქ მოვედი და მე უნდა დავიწყო, როდესაც მეკარე ალისონი ძალიან მაგარი მეკარია PSG-სთან ისე ითამაშა რომ ისიც ძალიან მაგარი მეკარია, ამიტომ არ ვიცი რა მოხდება როგორ გადაწყდა, მაგრამ მამარდა ჩემი აზრით ნელ-ნელა აუცილებლად დაიმსახურებს თამაშის უფლებას და ეს როგორ წაიყვანს თავს არ ვიცი, მაგრამ ესე რომ აი ერთ ზაფხულში შენ არა მე უნდა ვითამაშო, ჩემი აზრით რაღაც არასწორი იქნება, ესე მაგ ატიტიუდ როგორ არის განწყობით რომ მიხვიდე გუნდში რა და ნელ-ნელა აუცილებლად მამარდა იქნება თუ მომავალ წელს არა, იმის შემდეგ იქნება, იმიტომ რომ ეგ ლივერპული უკვე მწვერვალი არის, ანუ შენ არ ხარ ტრანზიშენ, როგორ არის იქ ხო, იქ არ მიდიხარ რომ შენ ვალენსიიდან არ გადახვედი, თქვათ რაღაც კიდევ ერთ გუნდში რომ სადმე კიდე მიხვიდე, ხო? იქ ხარ და ხო, ანუ всё, ჩემი აზრით ლივერპული არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არის ტოპ გუნდი, რომელშიც შეიძლება შენი კარიერის მაქსიმუმი იყოს და მან ეგეთ მომენტში ალბათ უფრო აი უნდა დაწყნარდე რა არის ჩემი შანსები, მინდა რომ პირველი ვიყო, რა თქმა უნდა, იქ სურვილი უნდა გქონდეს, მაგრამ თუ თვითონ თქვა არ ვიცი ესე რომ მე მინდა რომ ჩავიდე და ვიბრძო, მე მინდა პირველი ვიყო, ცოტა არ მგონია რომ სწორი მიდგომა იყოს, ალბათ დამშვიდებული, დაწყნარებული აუცილებლად იქნება შანსი. შეიძლება რავი ან ტრავმა დაემართოს ვიღაცას ან ალისონს ან თასი ითამაშოს, იქ კარგად ითამაშოს, ხო? ეს ფეხბურთში ესე უცებ ძალიან ესე უცებ არაფერი არ ხდება. ან მით უმეტეს მაღალ დონეზე. ან უნდა ნაბიჯ მიაღწიო იმას, რისი, რავი, სურვილი გააქვს, მაგრამ ესე უცებ ერთ ზაფხულში არ მგონია ესე რომ. შეიძლება წავიდეს კიდევაც და მამარდას პირდაპირ შანსი მიეცეს და რაც საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენთვის ქართველებისთვის, ხო? კაშო იქ იყავი, როცა მამარდას პირველი ნაბიჯები იყო ნაკრებში და იქ ხარ, როცა მამარდა ეხლა თამაშობს MVP ევროპის ჩემპიონატზე და ანუ მამარდას ყოველთვის მაღალი დონის თამაშები აქვს ნაკრებში და აი რო შევადაროთ მამარდას ცვლილება პირველი თამაშიდან დღემდე, აი უკარო მამარდა გიდგას მცველისთვის რა განწყობაა და ვიცი რომ მეკარე ბევრი უნდა ილაპარაკოს. აი ეს სტილი შეცვლილი თუ აქვს თუ თავიდანვე მოლაპარაკე მეკარე იყო თუ არა, ტიპი ლოკომოტივ შეგვს თვეგუნდელები ვიყავით, მეგონა რომ ანუ კაი მეკარე იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი სოფლიო კლასის მეკარე იქნებოდა. ანუ ვერ ვიფიქრებდი რომ აი ხანდახან შევადრიდი ლორი ჯობია, არა. იმ მომენტში რა, როცა საქართველოში თამაშობდა. იმიტომ რომ ანუ ტანი ქონდა, ისეთ ფიზიკური მონაცემები ქონდა, მაგრამ რავი, ლოკომოტივში ვერ ახერხებდა ისე. ანუ თითქოს აი ერთ წელიწადში ტიპმა ისე მოუმატა, ისეთი სხვანაირი მეკარე გახდა, აი, ოღონდ მართლა, ეგეთი ცვლილება, ანუ ფეხბურთელში, რომ 6 თვეში ესეთი თუ 8 თვეში ეგეთი პროგრესი განიცადოს, მე მართლა არავინ, ანუ ტიპი გაიზარდა, მხრები გაიზარდა, ანუ გოლს ვეღარ უტანდით რა, რო ურტყავდი. ეხლა ლოკომოტივში მახსოვს რა, ანუ ანუ ვარჯიშებზეც ხანდახან უშვებდა შეცდომებს, ფეხით ვერ თამაშობდა ისე. ტიპი ისე შეიცვალა 8 თვეში, რომ ეგეთი პროგრესი მე რაც ფეხბურთს თამაშობ, პროგრესი ქონოდეს ვინმე ფეხბურთელს არ მქონდა. ანუ ფიზიკურათაც და მენტალურათაც და ანუ უცებ მაგარი გახდა. ანუ არ ვიცი როგორ ავარჯიშეს და რა ავარჯიშეს და ელექსირი და თვითრწმენა ისე და ისე ანუ ვაფშე სხვა ადამიანი ჩამოვიდა რა, ანუ იგივე ადამიანი, ანუ იუმორით და თავდაბლობით და ის იგივე, მაგრამ ეს თავდაჯერება ქონდა, აი არ ვიცი, აი ესე უცებ თავდაჯერებული ტიპი გაიჯა მეთქი ალბათ არ ვიცი, სხვა ტიპი მეგონა რა, ანუ და მამარდა ძალიან დიდი პროგრესი აქვს და კიდე აგრძელებს პროგრესს რა, ყოველ ჩამოსვლაზე ვარჯიშს მე რო რჩებიან ხოლმე კვარა და ზურიკო და ეგ რო რჩებიან ხოლმე, აი რავი, გოგოლს ვერ უტანენ რა, თუ მართლა აი იმაში ხო ობობა არ მოკლა რა. ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოდის, ვისაც ჯერ კიდე საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია. ვლადიმერ ვოის ხო არა დაინტერესებული, ხო არ უკითხავს მაგალითად რომელი ფეხბურთელის დამატების სული ხო არ გამოუთქვამს.
სუმეკითხებოდა ვინ ყავთ ქართველებს ვინმე ხო არა ვინმე ხო არა ხრებს შეჭავ ხოლმე იმიტომ რომ ამა ვლადიმირს უნდა ისეთი ფეხბურთელი იყოს ვინც არის ჩაკვეტაძე და კანკავა და კაშია და ეგეთი ფეხბურთელი თავისუფალი აღარ არის და ძალიან ისე არის განწყობილი ქართველების მიმართ და უნდა რომ მარტო აი დარწმუნებული იყოს 100%-ით რომ მაგარი ფეხბურთელია რა და ისეთ გვარებს იძახის ხოლმე ხანდახან კვარა უნდა? ხო, აი და მიქაუტასი და ზურიკო უნდა და ეგ ანუ ისე ამ კლუბსთან ფულის ხარჯვა ესე ტრანსფერებში ეგეთი სისტემა არ აქვს რა, ისე თავისუფალ ფეხბურთელებს ეძებენ და ბოლო რაც უშია იყო კაპანაძე და ძალიან მოეწონა, იმიტომ რომ მაგრა ითამაშა ჩვენ წინააღმდეგ დუნაის გასთან რო ითამაშეთ, ძალიან მაგრა ითამაშა ორივე თამაში. სამწუხაროდ სამი მარჯვენა მცველი ყავს რა. მისთვის რავი, აი ისეთი პროგრესი გქონდა ამ წელს, ძალიან მაგრა ითამაშა სხვათა შორის და არ ვიცნობდი მაგ ფეხბურთელს საბურთალოს თამაშებზე არ მქონდა ნახი, მაგრამ წელს ისე ითამაშა კაპანაძე მაგ ჩემპიონატში, ან ბიჭებიც ლაპარაკობდნენ გასახდელში, რომ კაი ფეხბურთელი. კაშო, ვილისანიოლმა გაახანგრძლივა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი და შეიძლება გითხრა როგორც კაპიტანმა, ვინც იქ უშუალოდ ესწრება შიდა სიტუაციას, რა მოგცა ფრანგმა მწვრთნელმა თვითონ გუნდს გასახდელში, მოედანზე? პროგრესი ალბათ, ხო, ანუ ყოველ წელს რაღაც ახალი გეგმით მივემართებით და წელს ახალი ეტაპზე გადავიდა ეს რაღაც სისტემის შეცვლა. და ვფიქრობ, თუ გინდა განვითარება, რაღაც ერთ რაღაცაზე არ უნდა გაჩერდე, აუცილებლად რაღაცა უნდა იპოვო ისეთი რაღაცები, რაც უკეთეს გახდის რა. და ვილი არის ეგეთი ადამიანი, რომელსაც ყოველ წელს, ყოველ რაღაც ციკლის წინ ან რაღაცას იმას უნდა რომ რაღაცა უკეთესი იყოს, უფრო შემტევი ვითამაშოთ, რეალობას მოარგოს თავის სისტემა და ეხაც რომ 4-3-3-ზე გადასვლა არის, ხო, რაც ახალი შენამატი არის ჩვენთვის, რომ ვილს უნდა რაღაცა ახალი სისტემით ვითამაშოთ და უფრო შემტევით ფეხბურთი ვითამაშოთ და ყოველთვის ცვლის ამ იმას და ერთ რამეზე არ არის შეჯერებული რა. და ეს მისი პლუსი არის ჩემი აზრით რა. და შემოაქვს ახალი რაღაცეები, აი შიგნითაც რა, ანუ ახალი წესები, ახალი რაღაცა ერთად შევდივართ საჭმელად, არ იყო ადრე ესეთი რაღაცა, ერთად გამოდივარ, ერთად შეგვიძლია რომ დავიშალოთ, უნდა დავიშალოთ, ანუ ყოველ წელს რაღაც სიახლეები შემოვაქვს და ვითარდებით. არ ვიცი რა არის რაც, მაგრამ ანუ სულ ცდილობს რომ რაღაც ახალი შემატოს გუნდს. ანუ ბევრი რაღაცებია, წვრილმანები კიდე იქ, აი ბურთით ამოსვლა, რა კუთხურის ჩაწოდება. აი ეს გადასვლა იქ, ანუ ბევრი წვრილმანებზე რაც ახალ რაღაცებს ამატებს და არის მწვრთნელისთვის ჩემი აზრით ყოველ წელს რაღაც ახალი უნდა შეიტანო გუნდში, იმიტომ რომ ერთ და იგივეზე არ უნდა გაჩერდე. თორე აუცილებლად დაამთავრებ ფიასკოთი რა, იმიტომ რომ სულ ყოველთვის უნდა იყო პროგრესისკენ მიმართული და ახალ-ახალი რაღაცები გჭირდება, რომ განვითარდე და ვილი მაგას აკეთებს და ძალიან მაგარი. კაშო, ინტერვიუ ვერ ჩაივლის შენ შულზე, ალისოზე კითხვის გარეშე. აი, ალისო 5-6 წლის წინ და ალისო ეხლა ერთმანეთს არის ფეხბურთთან ინტერესებული? არა, ეხლა უფრო მეტი, იმიტომ რომ სოციალური ქსელი აქვს და ცოტა აღიქვა ვინ არის მამამისი და აი, მინდა მეკითხა რომ შენი შვილი არის ერთ-ერთი ვინც ყველაზე გემრიელად აღიქვა რა გააკეთა მამამისმა ქვეყნისთვის. ხო, მაგრამ ანუ ვცდილობ რომ ანუ ეს რაღაც ჩემ პოპულარობაზე და რაღაც ჩემ ფეხბურთელობაზე ნაკლები ვისაუბრო და თითქმის არასდროს არ ლაპარაკობ, მაგრამ თვითონ ვიცი რომ ხანდახან სერჩავს ხოლმე, იმიტომ რომ მისი კლასელები და ისინი ანუ სულ ეკითხებიან ჩემზე რაღაცებს რა. ხანდახან კლასელები მოყავს ხოლმე სახში რომ ჩემთან და სულათი გადაიღო და ანუ თვითონ ეტყობა ვერ აღიქვავს სრულიად რომ ანუ რატომ მოუწონა რომ ის რაღაც კლასელებს და რაღაცებს და არის ხანდახან ანუ არ ეკითხება ხოლმე. არა, მაგრამ სულ იძახის ხოლმე შენ სულ არ ჯიშობ, სულ სახში არ ხარ. ჩემი გუნდი და საქართველოს ნაკრები დაფეივორიტებული ყავს ვიცი აპლიკაცია ამ ფლეშ სკორზე თუ რაღაცა და სულ იცის ხოლმე რომ თამაში მაქვს ხოლმე, მაგრამ ვცდილობ რომ ანუ არ მოვახდინო იმ რაღაც რახან ფეხბურთელი ვარ და ის ანუ ოჯახის გარეთ მართლა არ შემაქ რა ის და თვითონ ეხლა და რომ დაიწყო ცოტა ახმა ფეხბურთელი რო ვარ და რაღაც ქუჩაში
რომ ერთად რო ვარ ხოლმე რომ გავდივარ და ვიღაცების სურათებს რომ თხოვე ხოლმე ცოტა ამაყება ხოლმე რომ მისი ვარ და სულ მეკითხება ხოლმე რომ როგორია პოპულარობა ისა მეთქი არ არის კარგი ის არ ქონდეს ეს გეგმა რომ იყო პოპულარული ანუ წუხდები მეთქი რა და არ მომწონს მეთქი ყველა რო გიყურებს მეთქი რაღაცებს და აღიქოს მაგას რომ მართლა არ მომწონს რა და მაგრამ ისეთი რომ ფეხბურთზე რაღაც გადაკეტილი იქონდეს და რაღაც დიდი გულშემატკივარი იყოს არა სულ ყოველთვის ჩემზე ფიქრობს რა რომ თუ წავაგეთ და რაღაც იცის ხოლმე რომ ცუდად გწნობ თავს რა და მარტო თუ დამირეკავს რაღაცას ვითომ რაღაც აქვს დასარეკი და რაღაც გარკვეულად რაღაც არც მკითხავს ფეხბურთზე რაღაც თვითონ თავის პრობლემას მელაპარაკებ ხოლმე მაგრამ ისე თვითონ ფეხბურთში ჩართული არ არის რა და რაც ძალიან მომწონს რა მეც რა იმიტომ რომ ერთი ნაკლები თავის ტკივილი მაქვს რომ კიდე ბავშვს არ აუხსნა რატო წავაგეთ გავს გურამკაშიას მამას ხასიათებში კი რა იმიტომ რომ კლასში ცოტა ისე აქ რა ქვია ლიდერი არის რა და ჩემგან აქ მგონი ეგ რომ სულ რაღაც იმეილებს წერს ხოლმე იმას სკოლის დირექტორს და რაღაცებს რომ მუშაობა უნდა დაწყება და ძალიან კაი აიტიშნიკი იქნება და რაღაცები და მიიღონ რაღაც სამსახურში იმიტომ რომ for free like თავისუფალ ანაზღაურების გარეშე იმუშავებს იმიტომ რომ არის კარგი კომპიუტერებული რაღაცებს და ეს მასწავლებელი ჩვენ გვიგზავნის ხოლმე ამ იმეილს რომ ალისომ კიდე გაუგზავნა სამსახურის თხოვნაზე რა სასწაული ბავშვია და ძალიან მეამაყება რომ ეგეთი ბავშვი მყავს კაშო შარშან თებერვალში 2024 წელს რო ვილაპარაკეთ მე შენ კითხე კარიერის დასრულებაზე რამდენად ახლოს ვართ ამასთან შენ მითხარ რომ აი ეს თამაშები მარტის თამაშები გადაწყვეტს ბევრ რამესო და იმის შემდეგ ითამაში ევროპის ჩემპიონატი იმის შემდეგ ითამაში ჩემპიონთა ლიგა თავიდან ვიკითხავ აი ხარ ხდება მაგ ამბავზე სად არის რამდენად ახლოს ხარ იმასთან რაზეც ფიქრი დარწმუნებული არ გინდა ვერ წარმომიდგენია რა ვერ დავანებებ რა ანუ აი ფიზიკურად ისე გრძნობ თავს წელს ვითამაში ყველაზე მეტი თამაში ყველაზე მეტი თამაში ვითამაში როგორ თამაშებ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონატი ნაკრები ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონატი მგზავრობა ანუ აი ფეხბურთელი უნდა იყოს დაღლილი თუ გინდა 21 წლის თუ გინდა 22 23 24 ანუ ფიზიკურად შემილია ფეხბურთის თამაში და აი ფეხბურთელზე მაგარი სამუშაო არ არსებობს. ანუ დილას იხვიცებ მოდიხარ გასახდელში, სადაც არიან იქ ხდები შენ აი 20 წლის ბიჭი ისევ. ანუ მაგარი სამსახურია, ისეთი სამსახურია, რომ აი ძალიან გიჭირს რა ესეთი სფეროდან გასვლა რა და ვიქნები ალბათ მინიმუმ ალბათ 2 წელი კიდე რა. მინიმუმ 2 წელი შეიძლება ნაკრებში არა, მაგრამ ფეხბურთის თამაში შეიძლება არც აქ მომიწიოს, არც ნაკრებში, მაგრამ თვითონ ფეხბურთი აი ის პროცესი რაც არის, ფეხბურთელობა, რომ დილას იღვიძებ და რაღაც ის გასახდელში მიხვალ, იქ რაღაც წააგებ თამაშს, მოიგებ თამაშის კვირა როგორ ანუ აი მითი მართლა სიამოვნებას ვიღებ რა და არის ჯანმრთელობა, ამას ჯანმრთელი სამსახური არ არსებობს ხო? ანუ რატო უნდა დავანებო, როდესაც შემიძლია კიდე. რომ ტყიოდეს თქვა ჩვენი გუნდელი კუცკა, რომელიც არის ჩემი ასაკის, არის ყველა აი ძალიან ჯანმრთელი და მოხსე ტრავმა ისეთი დაემართა, რომელსაც ეხა არჩევანი არ აქვს, უნდა დაანებოს. იმიტომ რომ მუხლი ისეთ მდგომარეობაში არ შევლი, მაგრამ მე არაფერი არ მაწუხებს. და ვთამაშობ მაღალ დონეზე 90 წუთს, როგორ ვთამაშობ არა, კარგად ცუდად არა. ანუ ფიზიკურად თამაში შემილია. 90 წუთის ძალიან იოლად, ხო? და ანუ არ მესმის, ანუ რის გამო უნდა დავანებო? აი მითხარი მიზეზი რატომ? არა, მე არ გიგონებდი დაანებო. არა, ანუ ხო, ჩემ ადგილზე დაანებებდი? ხო, ანუ იმ საქმეს რაც ყველაზე მეტად გიყვარს. ხო, აი, ხო, ეგეც არის, ხო, რაც ყველაზე ძალიან, ანუ აი რატო აი არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც ადრიანებებენ რაღაცის გამო. ან კროს ვერ გაუგე? ვერა. ანუ ამდენი 32 წელი. ზიდანის. ანუ თავი არ გაიბა, ანუ რა თავი არ ანუ მაგარ მომენტში წავიდა, ანუ არა. ბოლომდე უნდა გამოწვრო, აი ბოლომდე მინდა ფეხბურთიდან სიამოვნება მივიღო.
ეს არის მე ჩემი სიამოვნება ის რომ მე რომ მოვრჩები ფეხბურთს შენ რა ჩემ კარიერაზე რაზე ბოლო 2 წელი უნდა დაენები ანუ არ მაინტერესებს არავის აზრი რომ ფეხბურთს უნდა მოვრჩი ანუ და ამ 2 წლით ვიქნები შეფასებული ანუ მე როცა გადავწყვეტ რომ აი ვეღარ გავიქცე ვეღარ ავხტები და როცა ნაკრებშიც რა ჩემზე მაგრები იქნებიან ყველა რა თქმა უნდა აი всё მე აქედან მოვრჩი ანუ თავს საკუთარ თავს შესაძლებლობა ამოვწურე ჩემზე მაგრები არიან აქ აღარ ვიქნები იმიტომ რომ აღარ გჭირდებით გუნდში აქაც იგივეს ვიგრძნობ აქედან წავალ მაგრამ შეიძლება სამოყვარულო ლიგაში ვითამაშო ფეხბურთი იმიტომ რომ ფეხბურთი მსიამოვნებს ის პროცესი მსიამოვნებს 90 წუთი თამაში მსიამოვნებს ამიტომ ვერ ხედავ ვერანაირ მიზეზს რომ მე რაღაცის გამო ფეხბურთის აღარ ვითამაშო ან ნაკრებში აღარ ვითამაშო აი დინი კითხვა მოვიდა მარტში აი ეხ კავშირ თავსანებებსო კარიერასო შენთანაც მოდიოდა ეს შეკითხვები საბა მართლა ჩაკეტილი ვარ აი რო დამისვეს ეგ კითხვა ანუ რა იქ არ დავიბენი იმიტომ რომ ანუ ვინ თქვა რა თქვა სა თქვა რატო თქვეს მეცინებოდა მე რა რომ არ ვიცი რის გამო თქვეს და ჭორი იყო როგორც ჩვენ ვიტყვით იმიდან მაგრამ ესე გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული ამიტომ როდის არ ვიცი კაშო დაახლოებით თვალს ადევნებ ქართულ ფეხბურთში ვინ ახალგაზრდა ბიჭები ვინ მოდიან ნაკრებისთვის ის შორეულ პერსპექტივაში გურამ კაშიას მე მკვიდრეთ ვინ შეიძლება წარმოგიდგინოს არის ესეთი ვინმე აი საბა მომწონს და ვფიქრობ ახალგაზრდაა და შეუძლია იყოს საბა ძალიან ბევრი წელი ნაკრების ერთ-ერთი რაღაცა ფეხბურთელი რომელიც აი იმიტომ რომ აი რო ვუყურებდი ყველანაირი მონაცემი მქონდა რა ანუ ესე ფეხბურთელი მოსულიყოს და უცებ ამ ხელაზე გავლენა ჩემთვის მოხდნეს, აბა იყო ერთ-ერთი რავი და აი საკუთარ თავს რო ხარ ახალგაზრდა უხრო ის რო ხარ ხო იცი აი ოღონდ ორთაბრძოლა შეგიყვანა ოღონდ გენაგლა ვიღაცისთვის ხო ხვდები ანუ აი ეგრე ვიყავი მეც რა ეხა უფრო სხვანაირად ვარ მაშინ მაგრამ ეს აი ახალგაზრდული სისხლის სხვანაირი არის და საბა არის ერთ-ერთი აი ჩემი აზრით ერთ-ერთი ფავორიტი ჩემთვის რა რომ მე კი არ შემცვალოს, ჩემზე მაგარი უნდა იყოს და სურვილი მექნება, რომ ჩემზე მაგრად იქნება და უნდა იყოს კიდევაც ესე უნდა იყოს და ვფიქრობ ძალიან მაგარი მცველი არის და კაი ის არის მომენტი არის, რომ მე იქით მივდივარ და რაღაც უცებ ვიღაც ისეთი ტიპი მოვიდა ნაკრებში, ვინც ახალგაზრდაა, ახალი სისხლი და აი კაი მომენტი არის რა მართლა, რომ რაღაცა ჩაგანაცვლოს რა. კაშო, ხო, ლაშუკაზეც ვიტყოდი, ლაშუკაც. ანუ როგორც მარჯვიდან პოზიცია. ხო, ანუ ლაშუკაც ხო რამდენი წელია უკვე სტაბილურად ნაკრებში იყო ერთ-ერთი და ჩემი აზრით ერთ-ერთი დაუფასებელი ფეხბურთელი ნაკრებში, რომელიც არასდროს არავინ არ თითქმის არ ვლაპარაკობთ, ხო? სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ერთ-ერთი დაუფასებელი ხარ მეთქი რა, იმიტომ რომ მაგრამ ევროპაც კარგად ითამაშა, პენალი იყო და არტყა ხო საერთოდ გაოცებული ვიყავი, რომ ანუ ჭირდება რა გაბედულება რა რომ იცი მანდ ორი პენალტი გაფუჭებული ხონდა? ვიცი და მე თამაშის მე მithქი. მეთქი ეს ხო არ კანო. ესე ფეხებზე კიდია მეთქი რომ ანუ აი პასუხისგებლობა აიღო ეგეთ მომენტში არის რავი საოცრება რა ანუ მე მეშინოდა მართლა გეუბნები რომ ანუ მე ბოლო პენალი დარტყმული მქონდა კონფერენციის ლიგის ბოლო პენალი შემერგო მე სარო გამეტანა კონფერენციის ლიგაზე გუნდი გავდიოდით და ავაცილე მეკარე მამიხო და ანუ ეგ გამოცდილება რო უკვე შეძენილი მქონდა ანუ ვიცოდი რომ მეთქი ანუ ვერ გადავიტანდი რა ნერვიულობდი და ლაშუკა მე მინდა და ანუ პირდაპირ თქვა და მაგას ჭირდება ძალიან დიდი გაბედულება რა ამ ცველი არ ახარ მაინც მიხდი ცველი ურტყავ უდარ აი ძლიერად შიგნით ამხარეს იმიტომ რომ ესე გონია რომ ყველაზე მეტი შანსი გაქვს პენალი გაიტანო და ზუსტად ეგეთ დაარტყა და გული ანუ მეთქი აი მეკარემ კიდე კაი ეს არის ცოტა ხო ანუ ზუსტად დაარტყა მარცხენა ფეხით და რო არტყავს ცენტრალური მცველი ზუსტად იმ ადგილას დაარტყა მე რო დამერტყა მე დავარტყავდი მარჯვნივ ვაგარს
ანუ იმიტომ რომ ყველაზე დაცულად გრძნობ თავს რომ უდარ ანუ ძლიერ დარტყმს არ ტყავა სუ იქით და რაც პენდები მაქვს დინამოში ურტყავდი სუ მაქით ურტყავდი ხომ ძლიერს რა იმიტომ რომ თითქმის აუღებელია უბრალოდ კარგად უნდა მოარტყა გულსფეხი აქით და ეს პენალი როცა ავაცილე რა კონფერენცი ლიგაზე იყო მარჯვნივ დარტყმული მეთქი ვაჯობებ თქო იმიტომ რომ ეგონება რომ ცველი ვარ და აქი დავარტყავ თქო და აქი დავარტყი და აი იყო მე კაშო რა უნდა მოხდეს რომ ჯაბასავით კარიერის ბოლო წლები საქართველოს ჩემპიონატში გაატარო, ხო არ განიხილავ. არაფერს არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა. ვიყავი საქართველოში 6 თვის მანძილზე და იგივე სიამოვნებას ვიღებდი, რა თქმა უნდა, იქ უფრო სხვანაირი პირობებია, ცოტა შეზღუდული პირობები არის ფეხბურთელისთვის, რაც აქ მაგ თქვათ ის არ მექნება იქ, მაგრამ ხო ვიტყვი რომ რაღაც ფეხბურთი ყველგან სიამოვნებს რო ვითამაშო. საქართველოშიც მე სიამოვნება აუცილებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც უკეთესი პირობები არის, მე ვარ როგორი წვრილმანების პროფესიონალი იცი, რომ აი გუნდს მინდა კონდეს კარგი სავარჯიშო დარბაზი, სავარჯიშო მინდორი კონდეს, კაი ბაზა კონდეს, თქვათ, ხო, ეგეთი რაღაცების მე მჯერა, რომ ძალიან საჭირო არის ფეხბურთელისთვის, რომ იგზნოს ფეხბურთელმა ძალიან ისე რა ფეხბურთელად რო იგზნოს თავი რა და სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს ეს რა ეგეთი რაღაცეები არ არის განვითარებული და არ არის სწორედ და გული მწყდება რომ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი ესე უყვართ ჩემპიონატი და ქართული გუნდები არიან რავი ძალიან ბევრად ძალიან უკან და ფეხბურთელები ვერ გზნობენ ფეხბურთელად ეხა მე მართალი გითხრა არ მაქვს სურვილი იმიტომ რომ აქ მირჩევნია. იმიტომ მირჩევნია რომ უკეთეს პირობებია, უკეთეს დონეზე ვთამაშობ და უკეთესად ბევრად მეტი შანსი მაქვს რომ ევროტურნირებზე ვითამაშო. აი ეს არის მიზეზი. თუ შეიქმნება ისეთი მდგომარეობა საქართველოში რომ იქნება ისეთი პირობები, ხელფას თავი დავანებოთ, პირობები იქნება ისეთი რომ გუნდ სავარჯიშო მოედანი აქვს ნორმალური გასახდელი აქვს, ნორმალური სავარჯიშო დარბაზი აქვს. პროფესიონალური გარემო არის, ადამიანები, ვინც თავიანთ თანამდებობაზე არიან თავიანთ საქმის პროფესიონალები. ისეთ გარემოში მეცმენდომება ჩასვლა, ლორიასაც ენდომება ჩასვლა თამაში, კვეკვესკირსაც ენდომება კარიერაში დამთავრება. აბსოლუტურად ამ მაღაზი დახურული არ არის, ვაუ, საქართველოს ჩვენ თამაშია, რა გინდა იქ ბიჭო და ანუ აი ეგეთი რამე არ არის. უბრალოდ პირობა არ არის. პირობა არ არის იმისი, რომ ივარჯიშო და მოემზადო ფეხბურთელმა რა, ანუ არ ვიცი რატო არ ინტერესდებიან, არ ვიცი ბიზნეს მხარე რატო არ არის ის, რომ ინვესტიცია რატო არ იდება კლუბებში ლეგიონერებიც ხო ისეთი ლეგიონერები აღარ გვყავს საერთოდ რომ რაღაც სხვაობას აძლევდეს ჩემპიონატს ევროტურნირებზე ვერ ვართ სამწუხარო მდგომარეობაა მართლა საქართველოს ჩემპიონატში და ანუ ყველას გული გწყდება რა მე გულში ანუ მე ვუყურებ თამაშებს რა ანუ ბათუმის თამაშებსაც უყურებ დინამოს თამაშებსაც უყურებ მიმოხილვას სულ უყურებ ხანდახან არის თელავის თამაშს უყურებ ხოლმე просто სათელავის სტადიონს ფეხბურთელები ანუ სირთულე აქვთ რა რომ ფეხბურთი ითამაშე იმიტომ რომ მეც ვითამაშე და გამიჭირდა ფეხბურთი თამაში რა და სამწუხაროა რა ანუ რომ დღევანდელ დროში გვაქვს მინდვრის პრობლემა რომ ითამაშო კარგად და მინდორი არ არის მორწყული აი თავი ისეთ წვრილმანები არის რომ ან მინდვრი ვინც წყავს ის უნდა იყოს პროფესიონალი რომ მორწყას თამაში ზუსტად იმ დროს და არ გეჩხუბოს შენ რომ რატო არ მორწყი რო ეტყვი რატო არ ბურთი ნელად ადის რომ აი ის გეჩხუბება იქიდან რომ მე შენი საქმე აკეთებ არა მშრა ანუ იყო ხდები რას გეუბნები ყველა უნდა იყოს თავის საქმიანარი ხო ანუ მინდვრის იმან მინდვარი უნდა აკეთოს მე ფეხბურთი უნდა ვითამაშო და სპორტული დირექტორმა ფეხბურთელები მოიყვანო მწვრთნელმა შემადგენლობა დააყენოს რავი იმან პრეზიდენტმა შედეგი მოთხოვოს რა სამწუხაროდ არ არის ეგეთი მდგომარეობა შექმნილი და გული მწყდება იმიტომ რომ მე ვარ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი და ეს მარტო ნაკრები არ არის ფეხბურთი ჩვენ ჩემპიონატის უნდა იყოს რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა გუნდმა რომ რაც შედეგს აი აგვდებს სლოვაკეთში რა ბიუჯეტითაც ვდებთ შეუძლია ქართულ გუნდსაც ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ვერ ვავსებთ მოედნებს სტადიონს სლოვანი
არ არივსება სტადიონი რა, კონფერენციაც არივსებოდა. და საქართველოში 1,000,000% ვიცი, რომ ჯგუფში რომ მოხვდეთ, ნებისმიერ სტადიონს ქართველ გულშემატკივრებს დაინტერესებს თამაშის ყურება. უბრალოდ არ არის ინვესტიციები, არ იდება საქართველოს ჩემპიონატში, ჩემი აზრით და ფეხბურთელების ხელფასები არის ძალიან დაბალი, ამიტომ ლეგიონერი ვინ ჩამოვა სათამაშოდ დაბალ ხელფასზე, არ ჩამოვა. წავდნენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში? სომხეთში, აზერბაიჯანში გიხდიან 10-ჯერ მეტ ხელფასებს. შენ თვითონ გაიცი პასუხი. კაშო ინტერვიუს ბოლოსკენ ვარ გასული და ბევრჯერ გითხოვს რომ ჩემი თავარი ნიჭი რაც მაქვს არის შრომის მოყვარეობა და პროფესიონალიზმი და ამ ინტერვიუს იმის გარდა რომ საფეხბურთო ასპექტებზე ვსაუბრობთ ბევრი შეიძლება უყურდეს 12, 13, 14 წლის დამწყები სპორტსმენები ვისი თავარი ნიჭიც არ იყოს რაც განსაკუთრებულად ფეხბურთელის მოტყუება როგორც კვარა აკეთებს ზუგდიკო ჩაკვე და იყოს რომ შრომის მოყვარეობა აი რა არჩევას მიცემდი და არის თუ არა რომ შრომა ყოველთვის მეტია ტალანტზე. ფიქრობ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდებს ვინც დამწყები ფეხბურთელები არიან არის ძალიან მნიშვნელოვანი მით უმეტეს დღევანდელ დროში არის ძალიან იოლი რომ ისწავლო ძალიან ბევრი რაღაცა სოციალურ ქსელში რა და სწორედ გამოიყენო სოციალური ქსელი რა. ბევრი რამე ვისწავლე მე მაგალითად რო ავიღო YouTube-დან რა. და რა თქმა უნდა შრომის მოყვარე თუ გაქვს ეგ ტალანტი გაქვს დღევანდელ დროში ბევრ რამეს ისეთ მასალას იშოვი სოციალურ ქსელში რომ ისწავლო ძალიან ბევრი რამე და გამოიყენო ახლა რა თქმა უნდა მე ურჩევდი დამწყებ ფეხბურთელებს რომ იყვნენ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალები იმიტომ რომ დღევანდელი ფეხბურთი არის ისე განვითარებული უნდა იყოს ძალიან ათლეტურები ახლა უნდა სკარბოდეს სწრაფად, უნდა ჩერდებოდეს სწრაფად, უნდა ხტებოდეს მაღლა, უნდა იმიტომ რომ ძალიან გაგიჭირდებათ ის გაუჭირდება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც აი მარტო ტალანტები არიან და ბურთი თამაშობენ. ამ და ეგ ფეხბურთი დამთავრებული არის რა. ანუ თუ დღეს არ შრომობ და არ გიყვარს შრომა და არ ორგანიზმს არ განავითარებ ისე როგორც არის საჭირო, ფეხბურთში შანსი არ გაქვს და ჯობია სიამონებისთვის ითამაშო ფეხბურთი და არა წარმატებისთვის. თუ წარმატებისთვის გინდა ფეხბურთის თამაში, ძალიან რთული გზა არის გასავლელი და აი დღეს ანუ თქვა დასვენება ჩემპიონები გავხდით 2 დღის წინ. დღესაც ისე ვირბინე, პირველი სირბილი რო გავიქეცი, მეგონა რომ აუ დღეს მოდი არ ვირბენ, იმიტომ რომ აი და 4ჯერ ვირბინე, რაც უნდა მერბინე. ანუ ეგ არის მენტალიტეტი. ეგ მაძლევს მე სხვაობას რო ვიყო ყვარასთან ერთად გუნდში. აი მე მაგ პლუსი მაქვს რომ 37 წლის ასაკში დამავიწყე მაგრამ 37 წლის ასაკში თამაშობდი 90 წუთს და რაც თქვით ხო ბოლო წუთში სპრინტი გავაკეთე ანუ დანამატები რაც არის ეს ვარჯიშის აი მაგან მომცა მე დღეს სადაც ვარ ის რომ აი ხამი არ გავდივარ ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვსვავ ძილით მძინავს რომ ძილი არის ჩემთვის აი ყველაფერს აკრძალული აქვს ჩემ აი ძილი არ ირღვევა გამორიცხული წყლის დალევა იქ დანამატები რა იქნება ვარჯის პირველი მოვდივარ თქვათ მართლა პირველი მოვდივარ ანუ ჩაცმული მე აი ესე ჩაცმულს გუნდელი ვერ მხედავს თითქმის რა იმიტომ რომ მოვდივარ უცებ გამოვიცვლი და ვიწყებ ანუ და მივდივარ ბოლო ანუ გუნდელები ჩაცმულს არ მხედავ სულ ვარ სლოვანის სპორტულებში რა ანუ იმ დღეს მეხმარებოდნენ რომ ვერ ხედავთ სულ გონია რომ სახლიდან პირდაპირ ანუ ხო ანუ გუნდის სავარჯიშო იმაში ვარ სულ რა და ანუ ესე უნდა იყოს რა ანუ მე კი თავს კი არ ვიქებ ანუ სადაც ვარ ამის დამსახურება არის რა რომ ფეხბურთი თუ გიყვარს და ფეხბურთელობა თუ გინდა და აი რო გადიხარ და შენ გვარს თუ გინდა რომ სკანდირებდნენ როგორც მე ვარ, იხვლიანი ვარ, რომ ესე ვარ, ანუ ამის უკან არის აი რომ ფული იშოვება ჯიმში რა, ანუ სავარჯიშო დარბაზში, არა მოედანზე. ანუ იქ უნდა ჩადო. შრომა, ვინც რო არ გიყურებენ და რო არ იციან, ანუ შენ რო ანუ ყოველი ზაფხული ჩემთვის, სადაც გუნდი ისვენებს, მან დუმატებ ვარჯიშს. აი ხა ხო ჩემპიონები გავხდი. ეხლა მე დავიწყებ მე ვარჯიშს და ჩემი გუნდელები არის ვარჯიშები. წავლენ დაისვენენ. წავლენ ხო ან დაისვენენ ან მისცემენ საშუალებას რომ მოდუმდნენ. გამორიცხულია მე მოვდუმდე. ანუ მივხვდი რას გეუბნები, ისინი რომ ისვენენ, ჩემთვის მენტალურად არის რომ ან მე შენზე მეც შრომობ, მე შენზე მეც გამიმართლებს. ვის უმართლებს ძლიერს.
ანუ ხო, ანუ მე შევქმნი ჩემგან იმ ძლიერ ადამიანს, რომ და მართლა კარმაც ეგრე არის რა, რასაც ჩადებ, იმას გიბრუნებს. არ დაგიბრუნა მე. ყველაფერი და აი ფაქტი ხო არის, რომ აი ვინ იფიქრებდი, რომ მე MLS-დან რო წამოვედი, კარიერაში დაუბრუნდებოდი, სადაც ვარ, გამორიცხული იყო, ხო? მე თვითონაც უკვე ისე ვიყავი, ხო არ დავანებ. მართლა მაგ ზღვარზე ვიყავი რა, იმიტომ რომ კოვიდის დროს გუნდი არის. გუნდი კი არა, აქ. ხო, ყველა ოცნება ავისრული ასაკში. როგორ ხო, შრომით, ხო? ფაქტია რა, რომ თუ შრომა გიყვარს და სწორედ შრომა გიყვარს და იმაზე შენ გუნდელზე მეც იშრომებ, კი არ გაგიმართლებს უეჭველი დაგიფასდება რა. 2024 იყო ალუბალი ტორტზე, ხო? მართლა ეგრე იყო, იმიტომ რომ ფეხბურთით ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღე ჩემ კარიერის ბოლოს. აშო, ბოლო კითხვას დავუსვამ იქ სადაც ახლა ვართ, სლოვაკეთში ამ ინტერვიუს წერთ, აქ ერთ თვეში საქართველოს 20 წლამდე ნაკრები ჩამოდის ევროპის 30 წლამდე ჩემპიონატზე და ზედიზედ მეორე ზედიზედ მესამე ზაფხულია საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა. ხომ არ აპირებ, რომ აქ სლოვაკეთში თამაში დაესწრო, შვენიერი და აი ქვეყნის მეორე მთავარი გუნდის განვითარებას რამას სვანაძის მეთაურობით თუ ადევნებ თვალს. სვანაძემ არის ძალიან მაგარი მწვრთნელი, ჩვენთან იყო ევროპის ჩემპიონატის კემპზე სულ და ბევრი საუბარი ჰქონდა, განსაკუთრებით მე და კვეკვეს და მე და კვეკვეს გვაინტერესებს, რომ რაღაც რამოდენიმე დღე გვინდა რომ გუნდთან ერთად ჩავიდეთ და ვიყოთ რა, იმიტომ რომ ის გამოცდილება შევიძინოთ, რაც ცოტა მწვრთნელის მხარეს არის რა. მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული ფედერაციას მე და კვეკვეს, სურვილიც გვაქვს და გვინდა რომ რაღაც გუნდთან ერთად ვიყოთ. თუ ეს ვერ შევწელით, რა თქმა უნდა, თამაშებს მე დავესწრები აუცილებლად. იმიტომ რომ ცოტა შორს არის აქიდან, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ დავესწრო. სამივეს ვერ მოასწრებ, იმიტომ რომ თუ აქ დავრჩი, შეკრება დაიწყება და შეკრებაზე ვიქნები, მაგრამ პირველ თამაშს აუცილებლად მოასწრებ და ვეცდები რომ წინა დღის ჩავიდე და თუ ბიჭებით მონახულების სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა, აუცილებლად რამდენიმე მეც მესიამოვნება ბიჭებთან ერთად ყოფნა. ეს თქმა უნდა გაუხარდებათ ძალიან ბიჭებს და ეს კაი ამბავია, იმედია სამწუხარო შტაბში გიხილავთ ამ ევროპის ჩემპიონატზე. სურვილი გვაქვს მე და კვეკვეს კი და თუ ხელს არ შეუშლით და თუ ხელი არ შეეშლებათ საქმე, იმიტომ რომ პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, ვინმეს ჩვენ არ გვინდა რომ ხელი შეუშალოთ, ამიტომ კაცი ისე პატივს სცემთ ყველანაირ გადაწყვეტილებას. ჩვენ ინტერვიუ დასრულებულია. ესეთი გემრიელი, აი რასაც ითხოვდით, მეგობრებო, მე მგონი ძელი ინტერვიუ გამოგვივიდა, მეც დავიღალე, ოღონდ მართლა. დეჰიდრატაცია. მესამებოდ სულ. ჩვენ ინტერვიუ დასრულებულია, მეგობრებო. გთხოვთ რომ ყველა მოიწონოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრმა ნახოთ, ითხოვდით კაშოს და მადლობა კაშოს, რომ მოგწა საშუალება ეს ინტერვიუ გადაგვეღო. მოგოდებით თქვენს კომენტარებს, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მგონი ყველაფერზე, რასაც აქამდე არ გვისაუბრია. მე ვერიდები თქვენ კომენტარებს, ამიტომ თუ არ გინდათ არ გააკეთოთ კომენტარები, მაგრამ საბას ძალიან გაუხარდება თუ დააკომენტებთ. კარგი რაღაცები დააკომენტარეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, კაშო, მადლობა. მადლობა შენ რომ ჩამოხვედი. წარმატებები მომავალში საქართველოს ნაკრებთან ერთად, იმ კლუბთან ერთად, სადაც იქნები და კარიერის მერეც შენ წაღარ მითხარი კამერები გათიშვილი იყო, რომ სანამ კარიერას არ მორჩები აღარ დამიერეკო. საკმაოდ დიდი და ბევრი ვილაპარაკე და იმედია, რავი, საკმარისი იქნება, თუ გაუშემატკივარს აინტერესებდა. ჩემი საუბარი ფეხბურთზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ძალიან საინტერესო იყო. მადლობა.